გამარჯობათ პატრიციმულო საზოგადოებას, მოგესალმებით როგორც ყოველთვის, დიდი ხანია ვიდეო ეგრეთ წოდებული როლიკები არ დაგვიდია, რა როგორც ყოველთვის ტრადიციებს არ უნდა უტყუნოთ, ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ და მიმართულებას უნდა შევინარჩუნოთ, ვინაიდან წარმოიქმნება რომ სრულიად ქაოსი, როგორც პოსტ ინტერნეტში რო გადახედო, ხო, მინიმუმ უკვე მაგიტომაც აღებეჭდა ეს დღევანდელი პოსტი და დღევანდელი პოსტის სათაურს ასე დავაქვემდი მე. ბოლოს და ბოლოს რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული გათბობის ქვაბი, რას წარმოადგენს, რა არის მისი დანიშნულება და რას წარმოადგენს ბოლოს და ბოლოს რადიატორი. როგორ უნდა დავაკავშიროთ ერთი მეორეს ისე რომ მივიღოთ ის ფაქტიური დადებითი ეგრეთ წოდებული კი არა, სითბო, ხო, ზუსტად ფაქტიური სითბო, კი ბატონო, იმისთვის რომ ამ დადებითი სითბოთი დავტკბეთ ჩვენს. ამასობაში რაღაცა იხინიას არ აღვეთ, ხო? ის რაღაცა ახინია უბრალოდ მაბატიეთ, მაგრამ ეს ზუსტად შესაფერი სიტყვა არის, ეს არის სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ახინია, ხო? აი, პოსტ ინტერნეტ სივრცეში, ჩემი ქვაბი ასე მუშაობს, არ დავასახელებ ხა ბრენდებს, ხო? მე როგორც ყოველთვის არც კონკრეტულ ბრენდს რეკლამას არ უწევ, უბრალოდ მე მაქვს მიმართულება იმისა, რომ რას მე ვცემ, ხო? პატვის ამასობაში და რა არის ჩემი რომელი ბრენდები არის ჩემთვის ფავორიტები და რომელი ქვაბებიცაა ამასობაში, მაგრამ დღევანდელი პოსტი უშუალოდ ზოგადად ეხება ამ მიმართულებას და ზოგად მიმართულებაში რომ ჩავიხედოთ, თურმე შეგვიძლია ქვაბი გავთიშოთ ამასობაში, ხო? ქონდა და ამასობაში პოსტებს რომ დავებთ იმ პოსტებს უნდა ქონდეს მიმართულება ხო პროფილური და პროფესიონალები უნდა იღებდნენ სხვადასხვა ამ ვიდეოებსაც და არა ასე მოყვარული ხო ტინეიჯერები ხო რომლებიც რა ვიცი წაიკითხავენ ეს ფუძეზე დაუწერენ რაღაცა როგორც ჟურნალისტიკაა ხო ეს იგივე არის და ჟურნალისტიკაც ეგაა ამასობაში დღევანდელი ჟურნალისტიკა ზუსტად ეს რეალობა არის რომ რაც გინდა ის წაიკითხე რასაც დაგიწერენ იმას ვკითხულობ და ეს გონია ჩვენ ასპექტი ამისა და მიმართულებას თუ კი ვიჭერთ ამასობაში პროფესიონალები უნდა ვიღებდეთ ვიდეოს, აი როგორც მე ჩემ თავს არ შევიქებ, იმასაც ვქადაგებ მე ყოველთვის ამ დაფიდან ვიწყებ, დაფაზე ვამთავრებ და ამასობაში მე პრაქტიკული მხარეც არის აღბეჭდები. ამასობაში ვერაფერში ვერ შემომედავება ვინაიდან არაფერში არ შიფრაობ ჭყალებში ხო ეს ქართული მაგარი ტერმინოლოგია არის და ამასობაში არაფერს არ ვიგონებ, არაფერს არ ვთხზავ. ხო, რეალობა სახეზე არის, იმასაც ვქადაგებ, ის დაფიდან რა თქმა უნდა გადამაქვს პრაქტიკულ მხარესაც იმას, რა თქმა უნდა პრაქტიკული მხარე ყოველთვის უნდა იყოს შეწყებული თეორიასა, მაგრამ თეორიით იწყება ყველაფერი. კიდევ ჯერ ვიძახი რომ დაფიდან იწყება ყველაფერი და აზები ზუსტად აქედან იწყება, ანიბანიც ხო? ამასობაში ჩვენი ანიბანის დაფა არის, ხო? ის ბევრი მემონტაჟები რომ წერთ ან მირეკავთ ხოლმე პრინციპში რომ თქვენთან მუშაობა გსურს, ამასობაში ჯერ აქედან დავიწყოთ ხო ანგაჟირება უნდა ვიცოდოთ თეორიული და მე უკვე რა თქმა უნდა ხელებიც უნდა გვემორჩილებოდეს, ვინაიდან უკვე სატექნიკოს თუ არ ემორჩილება ხელები, თეორიითაც ვერაფერს ვერ გახდებთ, ხო? ჰასტუხით მომუშავე, ხო, ბჭყალებში რა თქმა უნდა, ჰასტუხით მომუშავე სატექნიკოს არ მინახია ჯიჯობით, თუმცა რომ მოვიდუმოთ რატომაც არა, ხო? შეგვიძლია სმოკინგით ჩავეცოთ. მაგრამ მიმართულება მაინც არ შეიცვალა, ვინაიდან რაც ტვინში გვაქვს, რაც გულში გვაქვს, ამას ვქადაგებთ და ის უნდა წარმოვუდგინოთ და წარმოვადგინოთ საზოგადოებას ისე როგორც საჭიროა და არა ესეთი საკითხი, ხო, თუმცა საკონდენსაციო ქვაბი, რო გავთიშოთ მისი მარგი კოეფიციენტით, ყველაფერი გვექნება სითბო. ამასობაში შეგვიძლია ის ხო 30% ბიურჯერ მithქვია გამოვართოთ, არა, შევინარჩუნოთ თუ კი მარგი კოეფიციენტი მისი მარი კოეფიციენტი ნებისმიერ აგრეგატს აქვს, ვინაიდან სხვანაირად არა მოგონილი და ეს ფიზიკური და ფიზიკური მართულობა არ შეიცვლება რაც არა, მაგრამ მოვიდუმოთ, მაგრამ ამასობაში აი თმები ხალხს დაგიდგებაო კი ბატონო ვინაიდან უკვე კიდევ ჯერ ვიზახი რომ რაღაცას როცა ასაბუთებთ ამასობაში არ რეკლამებთ, კაცო და არ რეკლამებთ. მე ამაზე პრინციპში არავითარ რაღაცა წინააღმდეგობას არ გაგიცევთ, ვინაიდან რაც არ გაგიცევთ ეს სფერო მაინც გაგრძელდება, ვინაიდან ხო დღევანდელი რეალობაც ასეა თუ ისეა, რეალურ სახესაც რო გადავხედოთ, რეკლამაზე არის საწყობილი, მაგრამ ამ რეკლამას ხო თეორიული მხრითაც ანგაჟირება ჭირდება ეს უპირველეს ყოვლისა და მე უკვე დაასწორი. ამასობაში რეალობას უნდა ექვემდებარებოდეს. რეალობას რა ვარ გაგვიგზავნის იმიტომ რომ ხა ამას მიგზე რო გავაგზავნოთ ხო საათობით უნდა ვისაუბროთ ვინაიდან უკვე კიდევ ჯერ ვიზახი პოსტ ინტერნეტ სივრცეს რო გადახედო მინიმუმ თმები ყალზე უნდა დაგედგეს ადამიანს და ამასობაში დამკვეთები სამწუხარო რეალობა ისაა მათ გეხებათ ვინც აი ეს ცდუნ რეკლამის სახით უბრალოდ ცდილობთ ისე რომ დავარწმუნოთ დამკვეთები და საზოგადოება იმაში რომ თურმე ჩემი აგრეგატი ყველაზე კარგია აი ეს ჩემი ქვაბი ის ბრენდები კიდევ ჯერ ვიზახი არ მაინტერესებს მე ყველაზე კარგია არ უნდა ვასაბუთებდეთ უბრალოდ არ უნდა ვარეკლამებდეთ ასეთი სახით და უნდა ქონდეს დასაბუთებული ფაქტები ხო ზუსტად იმ ბრენდების წარმოადგენლებს გეხებათ ეს ხო აი რომ თუნდაც მირეკავთ და ამასობაში ჩემთან თანამშრომლობა გინდათ მე არ მაინტერესებს უპირველეს ყოვლისა ჯერ ესეთი ფინანსური მხარე ხარ რომ დავიწყო მე თავის შექება არ მაინტერესებს ეს თუნება იქნება რა თქმა უნდა ყველას დასვო ჩამოყალიბებულ და ეს ლოგიკურიცაა და მეტახმება საზოგადოება იმაში რომ კი ბატონო ფინანსური მხარე არის ხო ყოველთვის უნდა იყოს ის ჩვენ გვერდ მაგრამ ეს აუცილებელი ფაქტორი არ უნდა იყოს
არ უნდა გაიყიდო ეს ბჭყალებში არის ხო და ამასობაში მხოლოდ იმ ფულის კეთებაზე არ უნდა იყოს გადასული პროფესიონალი. პროფესიონალი ფულის კეთებაზე ვერ იქნება გადასული და ის უბრალოდ ვერ იქნება სტატუსი თუ დაექვემდებარება რომ ფული უნდა გავაკეთო და იქ რაც იქნება იყოს ის პროფესიონალი ჯერ არც იყო ესე იგი და ვერც იქნება. ამასობაში ახლა უბრალოდ დავუბრუნდეთ ჩვენ ცხოვრებს არაფერი არ იცვლება ჩვენ რეალობაში და ამასობაში უფრო წინ წაწევის სტატუსი, ესე იგი ვიდეოების სახითაც პრინციპში უნდა ეთყობოდეს, ხო, რაღაცა ახალი შევიძინოთ, ახალი ავითვისოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამასობაში რო უყურებ ამ ზუსტად ამ რეალობას, არაფერი არ იცვლება. გარდა ერთისა, ხო, ის ყოველთვის უცვლელი იქნება, არსებობს ქვაბი, აგრეგატი, ხო, არა, აქ ამას მნიშვნელობა არას დავარქმევთ, ის წვავს ენერგორესურს, ხო, ენერგორესურსების დაცვის გარეშე, ხო, ეს მარგი კოეფიციენტი რაღაცა აღბეჭდილი არეალური ხო და ლოგიკური სტატუსით 150-160% ნუ ეს მინიმუმ სასაცილოა ხო ვერ იქნება ვერც აგრეგატზე ვერც ექნება სოფლიოში არა ეს მოგონება და თუ კი მოიგონებს კაცობრიობა და ადამიანობა რატომაც არა ესე თქოს რომელიც არაფერს არ დახარჯავს ხო ფინანსურად არაფერზე გავიხარჯოთ და ის გაგვათბობს ჯერჯერობით არა ხო ის რაღაცა მოაქვთ თბური ტუმოები და ასე შემდეგ ჯერჯერობით ეს არის სათამაშოები აი მე კი ყოველთვის ვიყენებ ამასობაში და უმეტეს შემთხვევაში ყოველთვის არა ფიქრობ და ვცდილობ ამასობაში პრინციპში რომ შეურწყა, მაგრამ მე ამას არ ვქადაგებ. მზის კოლექტორებით მიღებული ენერგია, ეს არის კი ბატონო, რეალობა, მით უმეტეს საქართველოს რეალობა არის ეს. იმის გამოყენება ეს რეალობა არის, ხო? ამასობაში იყო იქ პოსტის მითითება რომ თურმე ეს არის ხო ბჭყალებში ლოხოტრონი. ლოხოტრონი არაფერში არ მიდია, რა ქვია, არ ექვემდებარება ზუსტად ამ ტერმინოლოგიას და ვერც მოერგება, ვინაიდან მზის კოლექტორებიდან მიღებული ენერგიას უბრალოდ ვიყენებ. ხო? ეს რეალობაა. What for pause? ხელწყალს უგებ და გათბობის სისტემას თუ კი უგებ და ამაზობაში თუ არა, ეს თუ ამოვარდა ვინაიდან საწყისი ეტაპიდანვე მე ეს ბაზისი შევქმნი იმ ფაქტისთვის, ვინაიდან მას განსაკუთრებული აქცენტირება იატაკის გათბობისთვის. დაბალ ტემპერატურული სისტემა. ესე იგი 40-45 გრადუსის შესაბამისად მომცემს მე იმის საშუალებას, რომ ეს სისტემა გავათბო და შევინარჩუნო. სადაა ლოხოტრონობა? ხო? რეალობაც სახეზე არ შეგიძლიათ მებერჯერ მithქვია, ხო, მოგზავნეთ ჩემ პროექტებზე მე არც ერთ პროექტში არ მაქვს, პრინციპში უკვე პრობლემა იმისა, რომ შეხვიდეთ ხო, მომავალ დამკვირვებლები ხო, შეგიძლიათ მოგზავნეთ და იხილოთ, რომ ის რეალობაა, ვათბობთ A აუს, ვიღებთ B ცხელ წყალს და C ამასობაში იატაკის გათბობასაც ვეხმარებით. კი, რადიო დავიწყოთ, რომ რადიატორებსაც მოეხმარება, ეს ფიქცია იქნება, ვინაიდან თუნდაც რატომაც არა, მაგრამ რადიატორების სიმძლავრე უნდა იყოს მინიმუმ 2-ჯერ მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი გათვლით ხო, მიახლოებით საშუალო გათვლებით, რაც არსებობს 100 ვატი 1 კვადრატულ მეტრაზე, ესე იგი უნდა გქონდეს გამოთვლებში შეყვანილი 200 ვატი. ეს იქნება პირობითად მეტია რადიატორის ნაცვლად 2 მეტრია. უმეტეს შემთხვევაში ხო დიზაინერულ თვალსაზრისით ადგილის დეფიციტის გარეშე არა გვაქვს უმეტეს შემთხვევაში ამის საშუალება კი არა ზოგან 50 სანტიმეტრიან რადიატორებს ვერ ჩატევ ხოლმე და ამასობაში მე აქცენტირება მიდის სიმაღლეზე მქონე რადიატორებზე ხო ეგრეთ წოდებულ დეკორატიულებს უძახი მე ამას უკვე ვინაიდან სტანდარტულებს ზემოთ უკვე ზუსტად აი ტერმინოლოგიას ექვემდებარება ეს არის უკვე დეკორატიულები ხო სიმაღლეზე ასრულები და მისი ფასისაა შესაბამისი ვინაიდან თუ სტანდარტული პირობითად ღირს 50 ლარი ერთი სექცია ერთი სექცია ის უკვე სიმაღლეში წავს 12-იანი უკვე ღირს დღევანდელ რეალობაში ხო არ ვიზახმე რაღაც იქ პადუაში დამზადებულებს საერთოდ არ მაქვს მისაუბრებელი არის 400-450 ლარი წარმოიდგინეთ ახლა რა საკეთებთან გვექნება ხოლმე საქმე ამიტომ დაბალ ტემპერატურიანი სისტემის მორგების საშუალება თუ გვექნება საწყისიდანვე იატაკის გათბობა ხო დაბალ ტემპერატურიანი რადიატორების სისტემა ამასობაში ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ უკვე მხოლოდ იატაკის გათბობით აქცენტირებულად იქ არის ფართები დაუშვათ, სადაც აქცენტირებულად ვერ გამოვახოლოთ იატაკის გათბობა, ვინაიდან ვერ მივიღებთ. განა ვერ მივიღებთ, მაგრამ უკვე ნორმებს და იმ სტანდარტებს ავცდებით. რომელსაც ყოველთვის პროფესიონალი უნდა ექვემდებარებოდეს და მე პირობითად ამას ვექვემდებარებ, ვინაიდან იატაკის გათბობის ზედაპირი არის აქ აუცილებელი ფაქტორი გასათვალისწინებელი, ვინაიდან იმ სტატუსით და ნორმატივას მე ვერ კი არა არც ავცდები და არც უნდა ავცდე. ამას უნდა ვექვემდებარებოდო, ვინაიდან მავნეობა იქნება ეს და სურეალიზმი. ხო, ამასობაში ვინაიდან პროფესიონალი როცა აკეთებს საკუთარ საქმეს ის ყოველთვის ეყრდნობა იმ სტანდარტებს და ნორმებს. მე ასეთი მიმართულება მაქვს დაჭერილი. თუ არის მითითებული რომ 26, ხო 26 მაქსიმუმ 27 გრადუსი დაუშვათ ლამინატის დამასობაში ის ეგრეთ წოდებული უკვე ეს ტექნიკურ მონაცემებში აქვს ზუსტად აი სტატუსი გაწერილი ნებისმიერ რაც არ უნდა იყოს იატაკის გათბობის ზედაპირზე ყოველთვის აქვს ერთი დაიმახსოვრეთ რომ ყოველთვის აქვს ტექნიკურ მონაცემებში გაწერილი დაშვებული არის თუ არა იატაკის გათბობის ზედაპირზე გამოსაყენებლად და რა ტემპერატურული ზღვარი შეიძლება იყოს მაქსიმალური ზედაპირზე ითვლება რომ არ წარმოიქმნას ეგრეთ წოდებული ფორმალდეგიდი, ხო? ფორმალდეგიდი ეს არის უკვე მავნე გაზი, შხამი თქვენ ენაზე ამასობაში და წამოვადი ამასობაში შთანთქავთ ამას და არც ვიცი. მაგიტომაც ავახურე, ხო? იატაკის გათბობა
თუმე მავნე არის, არაფერი არა მავნე, თუ არის ის ყოვლის ნორმირებული და ექვემდებარება სტანდარტებს, წერტილი. მაგიტომაც აი დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან გაგვიძლება ხოლმე, ხო, იმიტომ რომ აი ეს მიკრო გადასვლები სფერო ისეთი სფერო გვაქვს, პრინციპში რომ ერთ წრეში მოძრაობის შესაბამისად, აი როგორც ხო, დიამეტრი, რადიუსი ამასობაში და წრეში დარბი ხარ ვერი გაიქცევი, ხო, ამ წრეში, მაგრამ იმ წრეში არის პუნქტების უხრი, ხო, რაოდენობა. ვინაიდან ამ რაოდენობაში ვიხარშებით ჩვენს პროფესიონალები. ვინაიდან დაფაზე წარმოდგენა ერთია კიდე ერთი ვიზახი, მაგრამ დაფიდან წარმოდგენა ეს უნდა გაიაზრო ჯერ პროფესიონალმა და ეს უკვე მე გადაცეთ დაამკვეთს. რეკლამების და ყოველგვარი ბულინგის გარეშე, ხო? არავის არ ვაბულინგებ მე, არავის არც რეკლამას გაუწევ, არც საკუთარ თავს ამასობაში მე იმას ვქადაგებ, რასაც წარმოვადგენ. და იმას წარმოვადგენ და როცა წარმოვადგენ მე ვქადაგებ უკვე დაფიდან კიდევ ვიწყებ ეჯერ და ახლა დაუბრუნდებით და დავიწყებ ბოლოს უკვე დაფიდან და მე უკვე ეს დაფიდან გადმოტანილი თეორია გადაგვაქვს პრაქტიკულ ხარეში და ყველაფერი დაშვენები არის. მეგონი ძალიან დიდი ესეთ პრინციპში პლუსი მაქვს მე ამაში, ხო? ხოლმე დავდგე ხა და ხო? კაი სმოკინგით ჩავისვა ლამაზად დავდგე პრინციპში და ყოველთვის ასე ლა ხო? ხოლმე ეს ბულინგი ამას ქვია, ხო? ვინც მხოლოდ ყბედობით არიან ჭყალებში არ მიწმეთ, მაგრამ ეს ასეა, ყბედობით არიან დაკავებული, მაგრამ საქმე არის ნული. საქმეც უნდა გვაჩვენოთ. და რაღაცას როცა დასტურებ და ის იმას უნდა ჭირდება დასაბუთება, თუ მას მაგერ ქონა ხო, ამასინებზე უკვე დადება, ამასინებზე რა ამას 2-3 დღის წინ რადიატორები ხო, რადიატორების გამორეცხვა, სისტემის გამორეცხვა ეს რაღაცა ახინეა წავიდა უკვე ხო, რაღაცა ავადმყოფობა. და დაგვეთებსაც ხო, დაგვეთებს რა უნდა მოთხოვო ხო, ადამიანს როცა რაღაცა უჭირს, ეგეთი მენტალიტეტია ხო, ადამიანური და ამთვისებასაც ვერ შეცვლი, ვინაიდან ადამიანს როცა უჭირს, ის რა თქმა უნდა ექიმთან მიისწრაფის, მაგრამ აი მექიმების ხო ზუსტად სტატუსი პრინციპში როცა კბილის ნაცვლად ფეს მოგაჭრიან. ასეთი სტატუსები არის ზუსტად მინიჭებული, აი ამ ზუსტად იმ პოსტ და არავის არ ვაბულინგებ. ბევრს გონია რომ აუ რატო გვაკრინებთ ჩვენი საქმე გვაქვს, ბიჭო, გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ გააკეთეთ კეთის ინდისიერად. ინამ ადამიანთან რომ მიდიხარ პრინციპში და ურეცხავ, იმას კი არ ეუნებოდი და აბოლებდი, ხო? ეს არის დაბოლება სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ მეორე მესამე წელსაც მზად იყავი მოვალ და კიდე გადაიხდით აღას და კიდე გამოგირეცხავ. და ასე შემდეგ მთელი ცხოვრება. ის მიზეზიც უნდა იცოდეთ. მიზეზი ერთია, ხო? თუ კი მანქანა ისრება, მისი მიზეზი ერთია, ესე იგი ტალახში მოძრაობდით. დამასობაში როცა გავრიცხავთ, მეორე მესამე ჯერაც იგივე ტალახში ამოვიგუნგლებით, მე უკვე დაფიქრდება თქვენი დაიწყეს მუშაობას, რომ იქნება ტალახს ავერიდოთ და ამასობაში სოფელში თუ ნავიაროთ, ტრაქტორი შევიძინოთ. და იგივე მიმართულება არის. დაუბრუნდეთ საბოლოო ჟამს ახლა და დავიწყოთ აგრეგატიდან რასაც ქვია ქვაბის შერჩევის მიმართულება, რანაირად უნდა შეიჩიოთ დამკვეთების ეხებათ ეს და ამასობაში დამკვეთების გარდა მემონტაჟეები საკუთარ თავს მემონტაჟებად თვლით, იმათაც უბრალოდ მათემატიკა არიცით, ხო? სამწუხაროდ ეს ასეა. ხო? როცა რეალურად ადამიანი და ჩემი პირდაპირობაა, ხა ძალიან ბევრს ვთქვია, რომ ძალიან ბევრს არ მოწოსო, ხო, ცევის წყალიც დალიეთ. იმიტომ რომ პირდაპირობაა, სფეროც მასეთია. ეხლა რო თქვა, რომ ქვაბის ნაცვლად მე ტაშის დაგიდებ და გათხოვებას მიიღებ, თუ მაშინ ეს იქნება, ხო? ეთქობა პრინციპში. ტაში დასაკვირველი თუ რა იქნება, ხო? საზოგადოებას ვერ გავუგებ, იმიტომ რომ პირდაპირობა უნდა მოგწონდეთ. და რეალობა, სიმართლე ყოველთვის ერთია, ფაქტი სახეზეა არის. არსებობს აგრეგატი, რომელიც წვავს ბუნებრივ რესურსს, როცა თქვენ იძენთ დამკვეთები ნებისმიერ ქვაბს, უნდა აიღოთ და ის ქვაბი შეამოწმოთ და არავის არ უნდა დაუჯეროთ. ესეც უბრალოდ არის, ამ ქვაბს მეტი არაფერი მოგონება არ აქვს, რაც არა მაგარი ქვაბი იყოს, დასახელება იქ გერმანული, ავსტრიული თუ რაღაც პადუაში დამზადებული, თუნდაც პადუაში დამზადებული, ხო, იმას არაფერი მიმართულება არ აქვს განსაკუთრებული. ვინაიდან მას აქვს ეგრეთ წოდებული საცირკულაციო ტუმბო, მას აქვს ეგრეთ წოდებული თფომსვლელი, აღარ დავატოვე ხა, ხო, ეგრეთ წოდებული მეორადი თფომსვლელი, სავსვიანები, ეს არის პირობითი, ხო, საერთო ჟამში შემოვიფარგლებით. ეხლა ჩვენ რომ მეტი არაფერი არ არსებობს. არსებობს კიდე გაზის მიწოდება, ამას ყველაფერს გავივლეთ და ამ გაზის დაწვის, ხო, ეს არის რესურსი, ზუსტად ბუნებრივი რესურსი, კონკრეტულ შემთხვევაში ბუნებრივი აირი, ეგრეთ წოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით J, ხო, 20, რომ მეტანი, იმიტომ რომ რომელსაც ვწვავთ და 1 კუბური მეტრა გაზის დაწვის შემთხვევაში რა, ხო, სიმძლავრე უნდა ვიღოთ. უნდა ვიღოთ, ხო, საშუალოდ 9.4 კილოვატი, მაგრამ ვერ მოგართეთ, ხო? ჯერ ესეთი იმ გაზმოსახური კომპანიასთანაც იქნება დიდი შეკითხები ხოლმე და დიდი ხანი არსებობს, ვინაიდან ამას ვინ გასაზღვრავს, ხო, არც მეგზედებს და არაფერი. ამასობაში ვწვავთ ჰაერს. ჰაერს უბრალოდ ჰაერს, ხო, აირს. ბუნებრივ აირს კი არა, აირს ვწვავთ, ამასობაში ჰაერს ვწვავთ, ჟანგბადს, ზუსტად ამ ჟანგბადითაა გაჯერებული. რა ქვია, ბუნებრივი აირი და ამასობაში სიმძლავრესაც ვერ ვიღებთ, იმ სიმძლავრეს და ამასობაში კიდე უჯერებთ აი ამ უვიცობას, რომ ვინაიდან ის სიმძლავრე რაც აქვს გაწერილი და მითითებული უკვე იმ ზუსტად ტექნიკურ მონაცემებში, ეს უნდა შეამოწმოთ. თვითონ შეგიძლია შემოწმოთ, ვინაიდან მოთხოვოთ, ხო, როცა მიდიხართ და ყიდულობთ აგრეგატს, იმას იმ ტექნიკურ მონაცემებში უწერია. ამ პატივსაცემელს აქვს მონაცემები, რაც არის ეგრეთ წოდებული მისი, ხო, მარგი კოეფიციენტი. ამასობაში ჩვეულებრივად შეგიძლიათ გამოთვალოთ, ვინაიდან ტექნიკურ მონაცემებში აქვს მას მითითებული ის წერია იქ, ხო?
ხო, ახლა პირადობის მოწმობა რატო არსებობს ადამიანის ვინაიდან წერია ჩვენი სახელი, გვარი, მამის სახელი და ადრე ნაციონალობაც იყო ეს, კაი, პრინციპში და დღეს ხო შეიძლება რა ქვია ტრამპი გახდეს ბაგრატიონი რატომაც არა. ეს ის ხო ასლიანი რეალობა არის. არსებობს საციკულეს თუმოს ეგრეთ წოდებული ტექნიკური მონაცემები, ვინაიდან რა ტექნიკურ მონაცემებზე არის, წარმოიდგინეთ, ყველაფერი ერთი მეორეს კავშირში არის. დამოკიდებული გამორთმევა ქვაბის სიმძლავრეზე. აი გიდროგამანაწილებლებს ეხებათ ხოლმე გიდროგამანაწილებლებს რომ შეტენით ხოლმე დაუყურებთ გიდროგამანაწილებლებს ერთ მხარეში ერთი ქვაბი არის. ამასობაში ისმის შეკითხვა რა ესაქმება იქ გიდროგამანაწილებლებს რას ანაწილებთ. ხო, ადამიანებო როცა გვაქვს ერთი ქვაბი და ერთი ნასოსი. რაც აურო მაგარი გიდროგამანაწილებელი ავიღოთ და რაც აურო მოცულობითი იყოს, მეც ვერ გამოვართვეთ არსებულ აგრეგატს, მეც სიმძლავრეს ვერ მივიღებთ. ხო, ვინაიდან აქ დროის ფაქტორია ის აუცილებელი, ვინაიდან ამ ქვაბის და გიდროგამანაწილებლების იქით ამ ხარესაც, მოხმარებლის ხარეს ჭირდება უკვე ის ყოველ წამს ის მიღებული ენერგია უნდა მიიღოს, სითბო უნდა მიიღოს, კომფორტი და არა ელოდოს ეს პატივცემული თუ კი არა შეჩეული შესაბამისი სიმძლავრით, ხო? თუ კი უნდა ემუშავა პატივცემულს რომ მოეცა ზუსტად ის 9.4 კილოვატი 1 საათში რომ დავწოს 1 მეტრ კუბური ბუნებრივი აირი, მან უნდა ემუშაოს 10 საათი. რა მაგარია? ეს ჩვენი ხარჯია. ამასობაში კიდე ისა ამაზე დამოკიდებული რომ ამის უკანა მხარეს ფართის დანაკარგები არის. ამიტომ აქ პანაცეა არ არსებობს. არსებული ქვაბის კიდევ ვიზახი არსებობს მონაცემები, მას საციკულაციო ტუბუს იმ ტექნიკურ მონაცემებში აქვს გაწერილი უმეტეს შემთხვევაში 24 კილოვატიანი რო ავიღოთ, აი კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის უმეტეს შემთხვევაში ეგრეთწოდებული ნიშნული თამასობაში ტექნიკურ მონაცემებში ეს გაწერილია, რა თქმა უნდა 15-50. რას ნიშნავს ეს თქვენაზე? ეს არის 50 ამასობაში არის მითითებული ზოგჯერ 15, 5, 15, 50 და იგივე არის. ერთი არის დეციმეტრებში, მეორე არის მეტრებში. ხო, ეხლა ეს უბრალო მათემატიკა არის. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ შემსვლელი და გამოსვლელი დიამეტრი 15 მმ-იანი არის. წარმოიდგინეთ, ხო, 15 მმ-იანი, რომელშიც შიდა დიამეტრი ამასობაში იქნება 7-8 მმ. წარმოიდგინეთ 7-8 მმ. აქედან რომ გადავალთხოვნე ამასობაში უმეტესობა 63-აზე, ისმის შეკითხვა რა მნიშვნელობა აქვს, თუმცა იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ამას დიამეტრიდან, შევიწროებული დიამეტრიდან მაქსიმუმზე გადასვლა, თუ მას ერთი ფიზიკა არ იცვლება, აქ ერთ ხარეს ერთ მონაკვეთზე იქნება შევიწროება. არაფერი. ვინაიდან შეფერხება, ეს არის გვირაბში თუ არის შეფერხება იმის იქით და იმის აქეთ, რა თქმა უნდა, საცობია, მაგრამ ვერ გაატარებს იმ მანქანების რაოდენობას, ხო, ავტომობილის რაოდენობას, რაც უნდა გაატარებინა მას. უბრალო ფიზიკა არის. ხო? ყოველგვარი მოკიბულის გარეშე და საციკულაციო ტუბუს აქვს თავისი ეგრეთ წოდებული ეს არის სისტემური, ხო, უმეტეს შემთხვევაში პირველი, მეორე, მესამე სიჩქარე, უმეტეს შემთხვევაში კი ბატონო არის ორსიჩქარიანი, ის არის ეგრეთ წოდებული სიხშირული, ხო, ასინქრონული ეგრეთ წოდებული პრინციპში საციკულაციო ტუბოები, უმეტეს შემთხვევაში ისინი არის შეთავსებული ეგრეთ წოდებულ საკონდენსაციო ქვაბზე. ქვაბის სახეობაც არის ორი სახეობა. ეს არის სტანდარტულებზე ვიზახმე, კლასიკური ეს არის ეგრეთ წოდებული საკონვექციო ქვაბი და არის საკონდენსაციო. კონვექციური და საკონდენსაციო. თვითონ მიწოდებაც მიგვითითებს, ხო, სახელმწიფოში საკონდენსაციო გასული ეგრეთ წოდებული სასწაულები არ ხდება ამასობაში და გამყიდველი კომპანიები ეს არის თურმე მაგარი ენერგოეფექტური ვიხდით პირობითად საკონვექციო ქვაბის ხარჯზე 200 ლარს და იყიდეთ მოდით საკონდენსაციო ქვაბით და გადაიქცით 50 ლარს. ვერ მოგართით. ვინაიდან ერთს არ იძახიან ამასობაში და არც იძახიან კი არა, უბრალოდ გათვითცნობიერება არ აქვს, ვინაიდან ეს კიდეა ეს ასპექტი დამოკიდებული არის ფართის დანაკარგებზე. არ არსებობს, ხო, ეგრეთ წოდებული ენერგოეფექტური აგრეგატი დაივიწყეთ, ხო? ბერჯომი თქვია და სასაცილო ტერმინოლოგია არა, რეალობა არის. ყველაზე ეფექტური გათბობის სისტემა არის ჩემი მეზობლის, ვინაიდან მე ამაში არაფერს არ ვიხდი, მაგრამ იქიდან ეფექტი არაფერი არ აქვს. გარდა ერთისა, ჩემი ჭესა ნაკლები დანაკარგი და ქვემოდან იატაკიდან რაღაცა მიზერული სითბო მაქვს, ვინაიდან იატაკის დანაკარგები უკვე ხო ათვისებული არის. მეტი არაფერი, ხო? ორი ასპექტი მაქვს. გვერდზე იგივენაირად, ხო? სამი, ხო? კედელი სამი მეზობელი, ქვემოთა, ზემოთა და გვერდით. ხო? ეს არის მეტი არაფერი. ამასობაში კიდევ ჯვიზახი რომ აი ეს ეგრეთ წოდებული უკვე ტექნიკურ მონაცემებში მისი მაჩვენებელი არსებული საციკულაციო ტუბუსის არ იცვლება და არც უბრალოდ საციკულაციო ტუბუსის არ იცვლება, ვინაიდან მას გააჩნია ეგრეთ წოდებული ხარჯი და ნაპორი. ნაპორი რას ნიშნავს? აქვს ეგრეთ წოდებული უკვე ნებისმიერ სისტემას ადგილობრივი, ამას ქვია ზუსტად ჩვენ ენაზე, ჩვენი ტერმინოლოგიით, აი ეს ადგილობრივი ეგრეთ წოდებული წინაღობა. ნებისმიერ სისტემას გააჩნია თავისი წინაღობა, ეს გამოიხატება ესეთი სახით. გრაფისო შევხედოთ, რაც მეტია წინაღობა, წარმოიდგინეთ, ხო? რაც მეტია წინაღობა, ამასობაში ბეშოგონია და რასოდეს ვამატებ ხოლმე, ხო? თხრით ხოლმე ამასობაში ამხელა ტანკებს. არაფრის მოცემი არა, თუ კი სისტემა შეზღუდულია და ამასობაში ამ წეთიზე არ გაგვიჭირდება ვიღებდით პირობითად, ხო? აი ეს წარმოიდგინე რა ქონი. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ახლა ამ წეთიზე ვიღებდით ჩვენ, ხო? და ამასობაში ქონდა 2 მეტრა წინაღობა სისტემური და ამასობაში აი ამ წეთიდან ვიღებდით 1 მეტრ კუბ. საათში
ამასობაში რა შეიცვალა, ხო? არაფერი არ შეიცვალა. გარდა ერთისა, თუკი ჩვენ ჩავამატებთ ნასოსი ვინაიდან თანმიმდევრულად ვამატებთ ნასოსი, იმიტომ თქვაბის შემდეგ ჩვენ პარალელურად ვერანაირად ვერ დავაერთებთ. გარდა ერთისა, რომ ქვაბის მაშინ ერთი ქვაბი უნდა დავამატოთ კიდე და პარალელურ სისტემაა დავაწყოთ, მაგრამ თანმიმდევრულად ვამატებთ ხოლმე, ხო? მეტის შემთხვევაში ნასოს და ამასობაში ავიღეთ ხოლმე 8 მეტრიანებს. წარმოიდგინეთ, მას აქვს 15 4-ზე, ამასობაში 15-40 და 15-50-ზე მაქსიმუმ 24 კილოვატიანის შემთხვევაში და ამასობაში ვამატებთ თხრით, ამ შემთხვევაში თხრით 8 მეტრიან ნასოს. რა მოხდება აქ? აი წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას. აი, ხო, წინაღობა კი ბატონო ვინაიდან მას როცა დავამატებთ ჩვენ ნასოსი, უბრალოდ ფიზიკაა, როცა ნასოს, ხო? თანმიმდევრულად ვამატებთ კიდე ერთ ნასოს, თანმიმდევრულად ვიძახით და არაპარალელურად მას ემატება ნაპორი. და როცა ჩვენ ნასოს, ხო, ამასობაში კიდე ნასოსი გვაქვს ეს შესაბამისობაში, კი ბატონო, ერთი და მეორე ამასობაში აი ეს არის პარალელური დაერთება. ამ შემთხვევაში ემატება ხარჯი, ხო? თანმიმდევრულად ჩვენ ახლა როცა ვამატებთ ნასოსის შემდეგ ნასოსი ემატება ნაპორი. ნაპორი წავიდა ამასობაში კი ბატონო, ნაპორი გავზავდეთ ჩვენ თუნდაც 6 მეტრამდე, მაგრამ ხარჯი შეიცვალა. ქონდა 1 მეტრა კუბი საათში ამასობაში 2 მეტრიან წინაღობიან სისტემაზე და ამასობაში 6 მეტრაზე კი ბატონო ჩვენ ნაპორი, ხო? ბორო რადიატორამდე მივიტანეთ, ხო? არ ყოფნიდა დაუშვათ მიწაში 30 მეტრის იქით, ხო? ვერ მიდიოდა ვერაფერი და ამასობაში ჩვენ გონია ნასოს დამატებით და ვერ მივა, ვინაიდან შეზღუდულია სისტემა და ამასობაში ნასოს დამატების შესაბამისად გრაფიკზე რო წარმოვიდგინოთ, გადავინაცვლეთ აი 2 მეტრიანი ნიშნულიდან კი ბატონო 6 მეტრაზე, გავზავდეთ ნაპორი, მაგრამ მოვაკელით ხარჯი. რა მაგარია, ხო? სისტემა შეიძლება 1 მეტრა კუბი, ამასობაში ხარჯი მოვაგდა და მას დარჩა 0.5 მეტრა კუბი, ხო? 500 ლიტრა ისედაც არ ყოფნია სისტემას, ვინაიდან ნაპორი მივიტანეთ ბოლო რადიატორამდე, მაგრამ იმ რადიატორს ხარჯი ჭირდება. ამასობაში ვერაფერი ვერ გამოგვივა, თანმიმდევრულად კიდევ ჯერ ვიზახით, თანმიმდევრულად ნასოსების დამატების შემთხვევაში იზრდება ნაპორი, ხოლო პარალელურად დაერთების შემთხვევაში იზრდება ხარჯი. ეს უბრალოდ არის, ხო? ამასობაში ტექნიკურ მონაცემებში თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული მარგი კოეფიციენტის გამოთვლა, ვინაიდან დაუშვათ პირობითად 24 კილოვატიანი ქვაბი. გადაყვას ხო ეს უბრალოდ მათემატიკაა და ბევრი იძახის ხოლმე, ხო? ამასობაში რომ ჩემი საუბარი არ ხო, კონკრეტული მითებით რომ ჩემი საუბარი, თქვენი საუბარი არ გვესმისო და რანაირად აგიხსნათ ახლა მე მათემატიკა გასწავლოთ. თუ გაინტერესებთ კონკრეტულად მე მონტაჟებს ბევრჯერ მithქვია და კიდევ ერთი გავემეორებ, კი ბატონო, ინტერესით თქვენ მხრიდან უნდა მოდიოდეს. ჩამოაყალიბეთ 10-იანი, 1-ისთვის და 2-ის, მე ახლა მოცილიანი ადამიანი არა ვარ. ხო, კარგად გესმით ეს უნდა გაათვისნობიეროთ, ამასობაში 10 ადამიანი მინიმუმ თუ კი შეიქმნება ჯგუფი, რატომაც არა. დიდი სიამოვნებით ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოცილილი არა ვარ. ამასობაში ეს აზრები უნდა იცოდეთ ზეპი რაც ხაფასყოფით და მე უკვე ეგრეთ წოდებული სახალხმისების ключების დაჭერაც და დახვევა ეგრეთ წოდებული ხავზე ძენძი ბლუგს პასტისას, ხო? რა თქმა უნდა შესაბამისად უნდა ისწავლოთ და მე იქნებით ჩამოყალიბებული პროფესიონალები. და ამ შემთხვევაში 20 კილოვატიანის მის მაქსიმალური მონაცემებში, მაქსიმალური მონაცემი არ გვაინტერესებს ჩვენ ამ შემთხვევაში, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში 24-ის ნაცვლად თუ კი არის 20 კილოვატიანი, ეს არის ნომინალი. ეს არის ტერმინოლოგია, მისი ნომინალური სიმძლავრე, რასაც რეალურად ჩვენ გამოვართვეთ მას. 28-29 უთით ემეხოლმე. ეს არის მითი, ვინაიდან ეს ფრაგმენტულად ხო წამიერად ხდება. კი ბატონო, ჩართვის სტატუსზე და როცა მაქსიმალურ ეგრეთ წოდებული ტერმინოლოგია არის მოდულაციაზე გადის ქვაბი. კი ბატონო, იმ წამიერად შეიძლება მივიღოთ 28 კილოვატი, მაგრამ ეს წამიერი იქნება. მაქსიმუმი 5, 6, 7, 10 წამი, მაგრამ ესე იგი ეს ფაქტორია თუ უნდა ამოვაგდოთ. და ამასობაში განმარტებაში და განსაზღვრაში და გამოთვლებში ჩვენ გვაინტერესებს ეს ნომინალური. იმ ნომინალური სიმძლავრიდან თუ კი გვაქვს 24 კილოვატი, უნდა გადავიყვანოთ, ხო? იმიტომ რომ გაზის წვა 20 მეტრში გამოდის, ოკეი. მეგა ჯოულებში ამასობაში ამიტომ 24 კილოვატები უნდა გადავიყვანოთ, 1 კილოვატში არის 3.6 მეგა ჯოული, გავავლოთ 3.6 და გაყოფილი 1 მეტრა კუბი გაზი რო დავწვათ, ჩვენ აქედან ვიღეთ 34 მეგა ჯოულს, უნდა გავყოთ 34-ზე და გვექნება ხარჯი, ესე იგი ჩვენ რომ მივიღოთ 24 კილოვატი, ხო? უნდა დავწვათ 2.5 მეტრა კუბი საათში. გაზი, ბუნებრივი აი. ჯოულებრივი მომენტია, ხო? ბევრს რა ინტერესებს ხოლმე. აი, რამდენიმე იქნება ხარჯი, რა მოქვს ხარჯი. უბრალოდ არის, ხო? მრიცხვერის გარეშე შეგიძლიათ ამასობაში მრიცხვერითაც შეგიძლიათ ამასობაში. რამდენ მეტრა კუბურ საათსაც გახარჯავთ თქვენ, აი ფორმულის მეშვეობით 20 კილოვატიანი გვექნება თუ აქ 32-იანი, 36-იანი, არის რომ ხო ერთი ნიშნული იცვლება, ხო? ეს პირველი და მეორე და მესამე ნიშნული, ეს არის კონსტანტა და არ იცვლება. შეგიძლიათ ამათ გამოთვალოთ, ასევე მისი მარგი კოეფიციენტი, იქ რომ მიუთითებენ ხოლმე 96-97 არ არსებობს, ხო? აი მაქსიმალური რეალური მაჩვენებელი თუ კი ტექნიკურ მონაცემებში თქვენ ამოიგითხავთ 80 ზუსტად ასეთ მიახლოებელს 90, 91, 92, ეს 93 არის ზღვარი.
ხო, ვინაიდან კიდევ ერთი ვიზახი რომ 100%-იანი სრული დამზადებას საკონდენსაციო ქვევებს მიუთითებენ, კიდევ ერთი ვიზახი 130 თურმე პროცენტიანი. ნუ ეს მითია, ხო? ეს არის ზღაპარი, მითი, არეალობა, სურეალიზმი, კიდევ ერთი ვიზახი. ვინაიდან ნებისმიერ რიგაც აქვს ხო ხარჯი, ისვრის ხო ტრუბაში ის ენერგიას დამწვარ სახა და ვერ იქნება მას აღემატება ხო ამასობაში მის საკუთარ რესურსს. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ის 100%-ი დავივიწყოთ, კიდევ ერთი ვიზახი გავთიშოთ ქვაბი და იმ 25 რაც უთითებენ ხო მენეჯმენტი, ხო ეს მენეჯმენტი მაგრამ არის აწყობილი ის 22%-ის ზღვარზე, ხო, მხოლოდ კოაქსიალური მილიდან ავიღოთ ენერგია, რატომაც არა პრინციპში და გამოვიყენოთ სახში. რა მაგარია, უրա, ტაში, არაფერს აღარ ვიხდი თამაში. თუნდაც კონდენსატიდან ვიღებთ ენერგიას, ვერ მოგართით ვინაიდან წვა მაინც არ იცვლება. ხო? მეტი არაფერი დამოსობაში, მარი კოეფიციენტი საკონდენსაციო ქვაბის გამოიხატება დაბალ ტემპერატურაზე. ესეც რეალობაა, ხო? 40 გრადუსის ზემოთ თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, უკვე ეგრეთ წოდებული საკონდენსაციო ქვაბის მარგი კოეფიციენტი უკვე ჩამოდის ქვემოთ. ის რაც ქონდა წარმოიდგინეთ კიდე მითითებულია და რეალურია 93 კიდე ჩამოვა 1.7% ქვემოთ და მივიღეთ უკვე 80%. ვინაიდან კონდენსატი აღარ წარმოიქმნება. ესეც უბრალოდ ფიზიკაა. კონდენსატი წარმოიქმნება დაბალ ტემპერატურაზე, მაქსიმალური ზღვარი ტემპერატურის, რომ კონდენსატი მივიღოთ, გამოვართოთ და ქვაბის რეალური ხარჯი გავაუმჯობესოთ, მონაცემები გავაუმჯობესოთ, ეს არის 40, მაქსიმუმ 45 გრადუსი საკონდენსაციო ქვაბებისთვის. საკონვექციო პირიქითა, ხო, მისი ტემპერატურის ჩაწევა ქვემოთ ბევრს როგორია, რომ საკონვექციო ქვაბი ეს არის კლასიკური, ხო, დამკვეთების ენაზე გადავალე, ხა ეს არის კლასიკური ორკუტრიანი ქვაბები, აივნებზე რო გვაქვს დამონტაჟებული, რო ფუთავთ, ხო, ამასობაში რო თუმ ეკონომია ვერ მიიღებთ ვერაფერ ეკონომიას, თქვენ თუნდაც შეგიძლიათ პრინციპში ეს განსაზღვროთ, გააღეთ კარები იმ შკაფებში ფურს, რო იხდით ტყილა უბრალოდ ამასობაში უნდა გაიყინოსო, ბიჭო, -15 და -20 თუ იქნება გარეთ და ქვაბი გაითიშება, იმ შკაფშიც გაიყინო. Რაღაზი აქვს მაშინ იმ შკაფში გადაგდება გარდაერთსა ვიზუალური მხარე. აი ბერჯერ ხოდა მე ხო ჩემი საკუთარი საკვებები ნაჩვენები ერთის შიშველია, მეორეს შიშველია ბჭყალებში. ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო ახლა მეორე საკვების ამ თუნდაც პრინციპში ამ პირველი საკვებისთვისაც ერთადერთი რეალური მხარე ვიზუალი, საერთოდ არ მაინტერესებს მე მისი ვიზუალი, რადგან მაინტერესებს მისი ფუნქციონალი. ხო, ამასობაში ცადეთ აბა ხო გააღეთ გარებები და რა ეკონომიას მიიღებთ ამასობაში იმ თბური ამასობაში ის ალოგიკა არის ვინაიდან ახლა -15, -20 თუ იქნება და ქვაბი გაჩერდება, ის თბური, განსაკუთრებული თბურზე არ არის საუბარი. ის ხო, ეს ბულინგი მეთქი. მენეჯმენტის მაგარი სტატუსი არის, ხო? დათბუნებული არის სპეციალური ეგრეთ წოდებული გეკარადები, შკაფები, ქვაბების, რომელიც ღირს ქვაბის 1-2 იმდენი საფასური. ეს ინიშნავს იმას, რომ ქვაბი რო გაითიშოს, გავიწყდება ყოველთვის, იმიტომ რომ წყლის მიწოდება არის. თუ კი გათბობას ვიცავთ, ამით უმეტეს მაშინ ვიცავთ, როცა გლიკოლია შეშვებული, წყალს ვერაფერს ვერ უშევით ახლა, ხო? ორკუტრიან ქვაბში, წყლის ნაცვლად გლიკოლს ვერ შეუშვით, ხო? ამასობაში კბილებში მივიღეთ, პირში მივიღეთ გლიკოლს. ამიტომ ალოგიკურია, მათ უმეტეს შემთხვევაში იყინება წყალი, წყლის მიწოდება, წყალმარაგება გავიწყდება და მაგით. და გათბობის სისტემაში რომ შეუშვათ გლიკოლი, კი ბატონო, ამით თვითონ დავიცვათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის არა საჭირო განსაკუთრებულად იქ, სადაც ფართი ყოველთვის მუდმივ მოხმარებაშია. რისთვის უშვებთ იმ გლიკოლს, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამიტომ მარგი კოეფიციენტი კიდევ ჯოიხა ვიზახე რომ ესეც ადვილი გამოსათვლელია, ვინაიდან 24 ის არის მაქსიმალური მისი მონაცემი, როცა აქვს მას გაწერილი და ამასობაში ნომინალი გვექნება 22 1.5 2 კილოვატით ქვემოთ 22 კილოვატი განმავლობელი, ესე იგი 100%-იანი მუშაობა გვინდა ჩვენ. ამ ნომინალური მონაცემების შესაბამისად და გაყოფილი მაქსიმალურ ზღვარზე. ეს ფორმულა არის. ეს არის სტანდარტული, ხო? უცვლელი ფორმულა გაყოფილი 24-ზე მივიღეთ 91.6%. აი დავუშვათ რომ საკიდულო თქვენ 22 კილოვატიან ქვაბს და ვიცით ჩვენ პრინციპში რომ ამასობაში ტექნიკურ მონაცემებში 91.6%-ის ნაცვლად იქნებათ მითითებული 97-98, უკვე ალოგიკური არის. უკვე იქ რეალობაც არა გვაქვს უკვე საქმე და ამასობაში 2.5 მეტრ-კუბის საათში უნდა გაზი. დავუწვათ კიდევ ერთი ვიზახი, მეტანი რომ მივიღოთ 91.6%-იანი მარგი კოეფიციენტი ქვაბის კონკრეტულ შემთხვევაში აგრეგატის, უბრალოდ რომ მან მოხდეს ის ზუსტად 22 კილოვატი 100%-იანი სტატუსით. ეხლა რა არის იმისთვის აუცილებელი რომ ეს 22 კილოვატი თქვენ წარმოიდგინეთ 24-ის აღარ ვიზახებ. 22 კილოვატი არსებულ ქვაბს გამოვართვათ. რაც აუარა მაგარი მძლავრი ქვაბი იყოს, აგრეგატი იყოს, მას ეს სიმძლავე რომ გამოვართოთ, ჭირდება საცირკულაციო ტუმბო, კიდევ ერთი ვიზახი და უბრუნდები. ნახეთ ყველა ერთი მეორე საკმაოდ არის კავშირში. არსებულ საცირკულაციო ტუმბოს კიდევ ერთი ვიზახი მაქსიმუმ 22 კილოვატიანი შესაბამისად, შეგვიძლია გამოვართოთ მაქსიმუმ ის ამასობაში არა 2 მილოვანი, ამასობაში გიდავ ვიკვლავთ რომ გავყოთ და ავაწყოთ ეგრეთ წოდებული პირველადი მეორადი წრე, ხო? შვენიერი მიმართულება რატომაც არა გიდავ გაყოფისთვის, მას შეგვიძლია მაქსიმალური, ხო, მოვაშოროთ დატვირთვა, ხო, ეგრეთ წოდებული უკვე წინაღობა სისტემური და ამ წინაღობაზეც მაქსიმალურად შეგვიძლია მოხდეს ეს იქნება კუბ ნახევარი. ხო, წარმოიდგინეთ კუბ ნახევარი ეგრეთ წოდებული უკვე ფორმატარებელი წყალი, ხარჯი ამას ქვია უკვე. ხარჯი კუბ ნახევარი და ეს კუბ ნახევარი უნდა ავიღოთ და გავანაწილოთ და მივაწოდოთ ჩვენ უკვე იქიდან ხარეს, რას ქვია? იქიდან ხარეს მოხმარების ხარჯი. რანაირად
ისე უნდა ქონდეს უკვე სისტემა აწყობილი ჩვენ, რომ ამასობაში ბოლოდან უნდა დავიწყოთ ამ შესაბამისობაში და უნდა შევარჩიოთ ჯერ უნდა დავიწყოთ ფარტის დანაკარგებიდან. აი ეს ბერჯომი თქვა და კიდევ ჯერ უნდა გავამეორო დამკვეთების საყურადღებოდ ხოლმე ძალიან ბევრი მე იქ მწერეთ ხოლმე თან მერეკატუ იმამდენი მომივიდა ხაჯი იმდენი მომივიდა ზაზა არა ხო რა ვიცი რატომაც არა დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პრინციპში ენერგეტიკის ხო მინისტრი ხო ამასობაში და ის არ ადგენს არც ტარიფს არც თქვენ ხარჯს თქვენი ხარჯი ეს არის თქვენი საკუთარი ფარტის დანაკარგების ზღვარზე მოტანილი ხარჯი მეტი არაფერი არ არსებობს კიდევ ჯერ ვიზახის სასწაული გაზბობის სისტემები არ არსებობს არც სასწაული აგრეგატი რასაც ქვია ქვაბი არც სასწაული რადიატორები აბა, კიდევ ჯერ ვიზახი უნდა იმუშაოს, დაწვას მან ბუნებრივი რესურსი, მივიღოთ ამისგან ბუნებრივი რესურსის დაცვის შესაბამისად ენერგია და ეს ენერგია მოახმაროთ ჩვენ საგზა აი რამდენად შევინახოთ ჩვენი მოკე არსებულ ენერგიას ჩვენ საცხოვრებელ ფარში, აი ეს იქნება უკვე თქვენი ზუსტად აი ეს ხარჯი, ხო? აი ეს ხარჯზე პარალელს მაშინ გავავლებთ და მაშინ გექნებათ უკვე ნაკლები ხარჯი, როცა პირველ რიგში იზრუნებთ ფარტის დანაკარგებს ჩვენი მომენტია, ხო? ზამთარში ტიტლიკანები და ტიტველები, ხოშიშველები გარეთ არ დავდივართ. როცა ვცივ ვიცმეთ, იგივე არის ფარტის დანაკარგებიდან ვიწყებთ. აი პირველი ასპექტს და ნომერ პირველი იქნებოდა აუცილებელი, ამას მივანიჭებდი მე ნომერ პირველს, კი ბატონო, number 1 იქნება ეს ფარტის დანაკარგები, ესე იგი ფარტის დათმუნება. ამაში არ უნდა დაზოგოთ. ну განსაკუთრებულად ხო ბინებში კი ბატონო რაღაცა თუ და ხა ბინებს ვყიდუროთ მაშინ რა გაითვალისწინოთ ეს შემოპატვიცემულობა რომ დაეტაკებით ხოლმე წყალებში არ მიცინოთ მაგრამ ეს ასეა ხო ჯერ შენობა არც აშენებულა ამაზობაში მივესევით ხოლმე არიქა დროზე არიქა ეს ბუმი არ ჯერ ხა იმიტომ მაგეთომ ვაქირავოთ ბიჭო ნუ ხართ ეს ხო ეს ფანატიკოსობა ყოველთვის დაუღებელი არის ხო ცხოვრება მაჩვენ ფანატიკოსობა არის არიქა გავაქირავ ფული ჭო და მე აი დაიტკისა იქ გასკა და იქ აი მილები ხო ჭიჭიკოს რომ მივიყვანთ იქ პრინციპში და მითითებებს გაზრდით ხოლმე ხო რომ მილები რა თქმა უნდა გაიყვანოთ ამასობაში თქვენ რეაქტიულ ამასობა ჭიჭიკოებს ეძებთ და ამასობაში ბიუჯეტურებს მასე ვერ იქნება რეალობას თვალებიც უნდა გაუსწოროთ ხო ის რასაც სტანდარტები და ნორმები იმას დრო ჭირდება და ამასობაში ბევრი იძახის ხოლმე კიდე არიქა ჩემთან მასეც არა იმიტომ რომ არიქა ჩემთან მასეთი ჩემთვის არსებობს თქვენ ასე ეხა ის ასე მე ისე უნდა გავანაცვლო პრინციპში ვარიქა ჩემთან ყველას მასე გვინოთ ამასობაში დააწყანდით დავშვიდით ხო ნუ ნერვიულობთ ნუ ჩქარობთ ყველაფერს აქვს თავისი თანმიმდევრობა და ლოგიკა არც ერთ საქმეს არ გავაფუჭებ მე ხო ეს მიმართულება მაქვს დაკავებული და მაგიტომაც ხო და ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახი ფარტის დანაკარგები აუცილებელი ფაქტორი რაც ნაკლებად ჩვენ ამ ენერგიას გავხარჯავთ გარდაერთვისა იმიტომ რომ ვენტილირება გვაინტერესებს სხვადასხვა სამპოსის მერე გეგმა საერთო ვენტილაციის დამონტაჟების უკვე მიმართულებას ხო ისე რომ ეს არ იყოს თქვენთვის ხარჯიანი ამოაღდეთ საერთოდ თუნდაც რეკუპერატორები ხო რომელიც ღირს 1500-1600 ლარი უმეტეს შემთხვევაში ბინებზე მაქვს მე საუბარი სადაც გვაქვს ორი საძინებელი სანატორი ერთი ზალა ხო ერთი სააბაზანო და ერთი სამზარეულო უმეტეს შემთხვევაში სამზარეულო კიდე ზალასთან გაერთიანებული არის იმის ზღვარზე ვამუშავოთ ვენტილიაციო სისტემა ამაზე დავდებ ამის მერე ახლა მომავალში მე პოსტიმეკრემა პრინციპში დადებული იმის არის რომ ვამუშავოთ საერთო ვენტილაცია მივიღოთ ჯანსაღი გარემო საკუთარ საცხოვრებელ ფარში განსაკუთრებულად იმათ ეხებათ ეს ვინც რემონტის სტადიაში ხართ ძალიან ადვილი იქნება და ძალიან ეკონომიურიც იქნება ეს ამასობაში თქვენ წარმოიდგინეთ ვინაიდან 4 სივრცე ხო ამასობაში 4-ჯერ 1500-6000 ლარი უნდა გავიტყორსო რეკუპერატორებში და კი ბატონო მოხსენს ის იმ ჯანსაღ ხარ ამასობაში ჯანსაღი ეს წყარებში არა მაგრამ კი ბატონო ხარ ის სვალებადობა ჟაგბადის სვალებადობას მივიღებთ ის ნორმირებული 120-130 პირობითად არაფერს მომცემი არა ვინაიდან ყოველთვის უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ შემთხვევაზე ვიზახი კიდევ ჯერ სავენტილაციო სისტემით რაც ჩვენ გვაქვს სტანდარტულად დამონტაჟებული სააბაზანოში და სამზარეულოში იმის ზღვარზე რამედად მივიღოთ ჯანსაღი გარემო საცხოვრებელში ეს ის რეალობა იქნება არა დაუბრუნდეთ ხო არსებული მმართველობას დანაკარგები კიდევ ჯერ ვიზახი ფარზე ეს არის აუცილებელი შევინარჩუნებთ დანაკარგებს გვექნება ფაქტიური სითბო გვექნება ნაკლები ხარჯი ხო კიდევ ჯერ ვიზახი სასაური სისტემა და ეკონომიური არ არსებობს სასაური სისტემა არ არსებობს ეკონომიური სისტემა ჩემი მეზობლისაა ხო გავხედოთ ახლა ამასობაში და ხო ქვაბის ეგრეთ წოდებული უკვე ასპექტი მოვითავეთ ხო კიდევ ჯერ ვიზახი მოკლე რეზუმირებით ეს არის საკონდენსაციო საკონვექციო კონვექციური ეს არის სტანდარტული საკონდენსაციო ჭყალებში ხო ეს მენეჯმენტი ხო ევროპაში თუ კი საკონდენსაციო ქვაბებზე გადავიდა ევროპა ის იმათთვის კაპიკები ღირს მაგრამ ისინი უფრთხილებიან ენერგოეფექტურობა რაში გამოიხატება რაც ნაკლებად შეიძლება პრინციპში გამოტყორსდელი ქონეს CO გარეთ ეკოლოგიას უფრთხილებიან და მაგითო მეტი არაფერი ვინაიდან რა წვა როგორც აგრძელდება რა ქვია გრძელდებოდა
იგი რა გრძელდება, მაგრამ მისი მარგი კოეფიციენტი საკონდენსაციოს დაბალ ტემპერატურაზე, იმიტომ რომ მაღალ ტემპერატურაზე გაზებს ავრიტყორსით გაარეთ. თორე CO შემცველობა ფაქტიურად იქ პატარა სხვაობა იქნება, ვინაიდან ტემპერატურაზე მაინც ვარ დამოკიდებული. გამავალი გაზების ტემპერატურაზე არის აქ საუბარი, მიზეული ერთი მეორეს რო შევადაროთ სხვაობა იქნება, მაგრამ დიდი არაფერი სხვაობა არ იქნება და იგივე არის განმოწყოსნი ეგრეთ წოდებული CO-ს, ვინაიდან ფაქტიურად თუ არ დაიწვა, ხო, სრულყოფილად, ხო, ეს ამას ქვია, სრულყოფილი დაწვა, ხო, სინქრონომეტრიული დაწვა, ეს არასწორი დაწვა არის იქ. ჟანგბადი მოვაკელით, ხო, ჟანგბადის მოკლების შესაბამისად არის მიწოდების შესაბამისად ის დოზირებული უნდა იყოს. რომ მოხდეს სრულყოფილი დაწვა, თუ არ მოხდა სრულყოფილი და ნახოცია და სრულყოფილი დაწვა, მას ვერ იქნება 99% კოეფიციენტი ვერ დაწვას 2.5 მეტრ კუბ-საათს და ვერ მივიღებთ 22 კილოვატს. ერთი მეორესთან ყოველთვის არის კავშირში. ყველაზე ეკონომიური, ხო, არ გვავიწყდება. ჩვენი მეზობლის გათბობის სისტემა არის. აგრეგატებს დავანებოთ უკვე თავი აგრეგატი არის. ერთი უფრო სწორად, ხო, ის არის უცვლელი, ეს არის ქვაბი, რომელიც გვაძლევს ენერგიას. რანაირად უნდა გავანაწილოთ ჩვენ ეს ენერგია, ჩვენ გათბობის სისტემაზე. კიდევ ჯერ ვიზახი ბოლო და უნდა დავიწყოთ, პირველი უნდა ვიცოდეთ აუცილებელი ფართის დანაკარგები, ეს კალკულატორის ზონაზე 1 კვადრატული მეტრ 100 ვატი, არაფრის მომცემი არა. კონკრეტული ფართის შეიძლება ამასობაში ფართს ჭირდებოდეს და არ ჭირდებოდეს 100 ვატი საერთოდ და მას დანაკარგები გონდეს 1 კვადრატული მეტრიდან დავუშვათ 15 ვატი. რატომაც არა, ხო? 4 მომხრიდან მეზობელი გყავს. აივანიც არა გვაქვს, ერთი პატარა კუნჭურაც რა ქვიას ნაპანჯარა გვაქვს, ის როგორც ყოველთვის ხო, ეგრეთ წოდებული უკვე ალუმინის, მეტალოპლასტიკის, ეგრეთ წოდებული უკვე სეკლოპაკეტები და დანაკარგები მიზეური საერთოდ რა გვაქვს მეზობლის ხარჯზე თქმებით. საერთოდ შეიძლება გათბობის სისტემას არ დავჭირდეს ამაზე მე. არ მაქვს საუბარი მაგას. თანმიმდევრი მიმართულება, სადაც საჭირო არის კონკრეტული შესაბამის დონეზე, აუცილებლად დონეზე, გამოთვლა დანაკარგების. არ უნდა ვითვალისწინოთ ჩვენ ეს კალკულატორის ზონაზე 1 კვადრატულ მეტრაზე 100 ვატი. თავიანგანიშნულ ამასობაში იმ 100 ვატეთაც თქვენ წარმოიდგინეთ აქედან 22 კილოვატსაც ვერ აიღებთ. აი ხა ამას ყველაფერს აქ გავიგეთ, ვინაიდან დამოკიდებული ვარ ზუსტად იმ ხო, აქ არაფერი ხდება სასწაული, კიდევ ჯერ ვიზახე ნებისმიერი აგრეგატის კონკრეტულ შემთხვევაში ქვაბიდან წამოსული ენერგია, კიდევ ჯერ ვიზახე არის დამოკიდებული ხარჯზე, ხარჯს ქმნის საცირკულაციო ტუმბო, სხვაობა ტემპერატურებს შორის, ეს არის ეგრეთ წოდებული ტემპერატურული ნაპორი ქვია ამას, დელტა T და ამასობაში მე უკვე სიმძლავრე უნდა გადავიყაროთ კილოვატებში, ვინაიდან დელტა T განალებული ხარჯზე, ხო, ამასობაში ხარჯზე ეს არის უკვე კუბური მეტრები, აი ზუსტად ამ გრაფიკზე რო წარმოვიდგინოთ, ეს არის მეგაკალორიები, მაგრამ მეგაკალორიები რო გადავიყაროთ ეგრეთ წოდებული კილოვატებში, გასაგებ ეგრეთ წოდებული სიმძლავრეში, ხო, ამასობაში გვიქნება კოეფიციენტი 1.163, ხო, კოეფიციენტი 1 მეგაკალორია, ეს არის ზუსტად 1.163 კილოვატი, ხო, არაფერი ახაც სასწაული და განსაკუთრებული არ ხდება და პირიქით 1 მეგაკალორია ეს არის 1.163 კილოვატი და 1 კილოვატი არის 0.86 მეგაკალორია. ესეც პრინციპი უნდა გქონდეს, ამასობაში მაგიტომაც არის საჭირო დაფა კიდევ ჯერ ვიზახი ფორმულების ცოდნა, გამეორება, გაფიცნობიერება. ამასობაში გადავიდეთ ახლა რადიატორებზე. რადიატორების დაერთებები გავიაროთ, მოდით ახლა ჩვენ ამასობაში ამაზე ძალიან ბევრი რაღაც აქცენტირებული ახინეური, ხო, ამასობაში ასპექტი მიდის იმაზე, რანაირად უნდა დავაერთოთ რადიატორი, იმას ჯასაღად იმუშაოს. ვერ მოგართეთ პატივცემულობა. ის Google-ის დანახატებს რო უყურებთ, აი ზუსტად აი ეს ასპექტები ამასობაში პრინციპში ნახატების დონეზე, არც არავინ არ აგიხსნით და როცა გიხსნათ თქვენ გაცნობიერებაც უნდა გქონეთ, ამასობაში აგერ გიხსნით, ხო? ის კიდევ ჯერ ვიზახი არის დამოკიდებული ხარჯზე და ტემპერატურულ ნაპორზე. ტემპერატურული ნაპორი აქვს ნებისმიერ რადიატორს, აი იმ შესაბამისად იმ ტემპერატურულ ნაპორზე როცა აქ მითითებული, ხო? ტექნიკურ მონაცემებში 150, აი კონკრეტულ შემთხვევაში დავუშვათ გვაქვს 8 სექცია და 1 სექციაში გვაქვს 160 ვატი, გავავლოთ 8-ზე, მივიღეთ 1280 ვატი წარმოიდგინეთ, ხო? ამასობაში всё, ამას დავჭერთ და გქონია რომ სიზრალეს მივიღებთ, მაგრამ ვერ მოგართვით. ამასობაში გავიწყდება რომ ეს ტემპერატურული ნაპორი, ზუსტად ეს ტემპერატურული ნაპორი არის 70 გრადუსი. ტემპერატურული ნაპორი 70 გრადუსი რას ნიშნავს? აი ზუსტად ამ ფორმულის მეშვეობით შემიძლია გამოვიტანოთ. ეს არის ეგრეთ წოდებული მიწოდებას მიმატებული, ხო? მიმატებული ეგრეთ წოდებული უკუსლის ტემპერატურა გაყოფილი ორზე საშუალო მის მაჩვენებელი, გამოკლებული ოთახში. ოთახის ტემპერატურა ზუსტად უდრის 70-ს. აი ფორმულიდან ზუსტად 70 რო ჩავსათ, აი არ დავიწყებ ახლა მათემატიკურ გამოთვლას, ვინაიდან ეს უბრალო არა, შეგიძლიათ თქვენ თვითონ წაიღოთ, ფურცელზე გამოთვალოთ, გადავიყაროთ აი აქ 70 მივუწეროთ, ამასობაში T1 მივუმატოთ, T2 გვექნება 180 გრადუსი. წარმოიდგინეთ, სადაც ესე იგი იქნება 100 გრადუსი მიწოდება და 70 უკან. რა მაგარი სისტემა იქნება, ხო? წარმოიდგინეთ 100 გრადუსიანი მიწოდება. ხო? მაგრამ ფენშუი ამასობაში ღრმაღელეში, ხო? ღრმაღელეში მინიმუმ გარშ გამოგონებული უნდა იყოს, ვინაიდან, ხო, მარგი კოეფიციენტი 120%-იანი, 30%-იანი. სათუსით ეთქობა იმ ზუსტად 180 გრადუსს მივიღებთ, ხო? 100 გრადუსს, სადაც იქნება პადაშაზე ეგრეთ წოდებული 100 გრადუსი მიწოდება. ეს არის სურეალიზმი.
არეალური, ალოგიკური, ვინაიდან 1280-ს წარმოიდგინეთ მივიღეთ იმ შემთხვევაში თუკი, ხო, იმედია ჩანს აი, თუკი მიწოდებაში გვექნება 50 გრადუსის ნაცვლად, ამასაც ახლა რეალურად გავივლით ამ ფორმულების შესაბამისად და ამ შესაბამისობაში იქნებოდა აქ 100, ეგრეთ წოდებულ უკუსნალში იქნება 70 გრადუსი. რა მაგარია, ხო? დუღარი წყლით მივიღეთ ზუსტად ამ 1280 ვატს და ჩვენ გვინდა რომ ეს 1280 ვატი გვაქვს ფაქტიურად ამასობაში, ხო, ამ ტემპერატურაზე, ამ ტემპერატურის ნიშნულებზე და რატო ვარტყება? არასწორად გამოგვითვალე, ეს კი ნამდვილად ასეა, ვინაიდან გათვისებებია ზუსტად იმისკენ მიდის ისე 100 ვატია თქო დატულ მეტრზე. ხო, ამასობაში დაგვავიწყარო ქვაბიდან ზუსტად იმ წინაღობაზე, ხო, ამასობაში სტანდარტული 20 კილოვატიან ქვას ვიღებთ, კიდევ ჯერ ვიზახე რომ ადგილობრივი, ხო, ამას ქვია კი ბატონო, ეს წინაღობა, სისტემური წინაღობა, ადგილობრივია, სისტემური წინაღობა 2 მეტრაა, ხო, 2 მეტრას, უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება თუ არა შევიწროებული და იქ რა ვიცი 16-იანი მილის ნაცვლად 12-იანი მილები გვაქვს გაყვანილი. ხო, ამასობაში რაღაც მით უმეტეს როცა პოლიპროპილენით ვადუღებთ, ხო, ეს პანაცეა, რა თქმა უნდა, პრინციპში და ავადმყოფობა. ამასობაში პანაცეას და ავადმყოფობას ვინაიდან ხო შიგნით რა ხდება იმ შედუღებაში არავინ არ იცის. ამასობაში იმ 2 მეტრიდან უმეტეს შემთხვევაში პირიქით 3 მეტრზე წავდივართ და 4 მეტრზე. ამიტომ რეალური ჩვენ რაც ხარისს მივიღებთ არსებული აგრეგატიდან, სადაც არსებული საცირკულაციო ტუბოს მეშვეობით ეს იქნება 1 ტონა, 1 მეტრა კუბური. და არა 2, არა 3. და ამასობაში გათვლებში ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ 20 კილოვატი ავიღეთ და 50-60 რადიატორი. ვერ გადავანაწილებთ ის მით უმეტეს როცა ჩვენ გვინდა რომ ერთი რადიატორიდან ამასობაში მივიღებთ 1280 ვატს კონკრეტული რადიატორიდან, ხო? ვინაიდან მას ტექნიკურ მონაცემებში აქვს გაწეული, მაგრამ დავიწყოთ ჭიჭიკოსო ტემპერატურის ნაპორი ეგრეთ წოდებული 70 გრადუსი კიდევ ჯერ ვიზახე. ეს ნიშნავს იმას, რომ ტემპერატურის მიწოდებაზე, ეგრეთ წოდებულ პადაჩაზე, მიწოდებაზე უნდა ქონდეს 100 გრადუსი და უკუსლაზე 70 გრადუსი. არ არსებობს ასეთი სისტემები. ვინაიდან რეალობაში გვაქვს 50 გრადუსი, რეალობაში და ამასობაში კიდე გვინდა. ხო, წეგანუთვის სადაშორის კონვექციური ქვაბის მაქსიმალური, მინიმალური უბრალოდ ტემპერატურის ზღვარი არის 40 გრადუსი. ვინაიდან 40 გრადუსის ქვემოთ აქვს მაგ ტემპერატურის ზღვარი, კი ბატონო, და ბერს დაებადება. კითხვა, მაშინ რატომ აქვს 35-37? კი ბატონო, ეს მონაგონი ოფიციალურად თავს მაგ რა ქვია ქვაბს, მაგრამ ქვაბის გამოშვება არის უდა კლიმატური ზონა სადემყოფება. განსაკუთრებულად ბათუმში საერთოდ გამორიცხულია 40-ზეც რო ამუშავოთ. 40-დან ზემოთ 45 მინიმუმ უნდა იყოს, ვინაიდან იქ აქვს აბსოლუტური ტენიანობა, ვიშეკრეში რო ეთქვა. 70-75% იქნება გარეთ, ხო? ამას აიქოს აჭარის რეგიონი, ვინაიდან განსაკუთრებული ტენიანობაა იქ და ვერანაირად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამუშავოთ. არც 40 გრადუსზე 45 მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს. თბილისის კლიმატის შესაბამისად, ხო, რომ გამოთვალოთ ეს, არა გავითვალისწინოთ, 40 გრადუსი იქნებოდა მინიმალური საკონვექციური ქვაბისთვის და არა საკონდენსაციოს. და ამ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში გვინდა 50 გრადუსი მიწოდება იყოს და 45 გრადუსი უკუსვა და არა 40, არა 35, არა 20 გრადუსის ხოვობა ამასობაში ხო დადათე. თუ გიქნება 20 გრადუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ განსხვავება მიწოდებასა და უკუსვის შორის 20 გრადუსი გვექნება. წარმოიდგინეთ, ხო 50 გრადუსი მიწოდება არის და რადიატორის ეგრეთ წოდებულ უკუსნაში გვაქვს 30 გრადუსი. რა მაგარი სისტემა იქნება. ამასობაში ეს სისტემაც იმუშავებს, წარმოიდგინეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს უკვე 4 მეტრიანი. ამასობაში 1 მეტრიანი სანაცვლოდ უნდა იყოს 4 მეტრიანი დიდი აგრეგატი, ხო? ეს იქნება დიდი ლიანდაგი, ხო? ჩვენ ახლა რეალობასთან გვაქვს საქმე. და არა ისე რომ ნებისმიერ სისტემას, ნებისმიერ გათბობის სისტემას მოგვარგებ კი ბატონო. თუ კი მოინდომე, ადამიანი შეიძლება 20-იანი მილითაც ორსართულიანი სახლი გამართო, თუ კი იცი რასაკეთებ. ამასობაში ამ გამართოს ტვინი ჭირდება და ანგაჟირება და განათლება. ამიტომ აქაც არაფერი არის რომ მეგობრებო, თქვენ წარმოიდგინეთ ნებისმიერ რადიატორს გააჩნია კიდევ ჯერ ვიზახე, რადგან არის ის დამოკიდებული და მქონა ებოსი და კიდევ ჯერ გავიმეორებ, მის დამოკიდებულია ნებისმიერ რადიატორი, წარმოიდგინოთ არის დამოკიდებული ეგრეთ წოდებულ ტემპერატურულ ნაპორზე, ნომერ პირველი, შემდეგ ნომერ მეორე, ეს არის მისი ეგრეთ წოდებული აბსოლუტური და ფაქტიური სიმძლავრე და შემდეგ უკვე ამ ფაქტიური სიმძლავრის ზღვარზე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, პრინციპში რა გვაქვს ხარჯი, რა რაოდენობის, რა თბო მატარებელი წყალი, ხო? ამ შემთხვევაში რა რაოდენობის წყალი გაივლის რადიატორში, რომ ზუსტად ის არსებული, ფიქსირებული თუნდაც 1280 ვატი მოგცეს. აი ეს სამი ფაქტორი არის უცვლელი, ხო? და ამასობაში წარმოიდგინეთ აქ დაერთვებზე დავიწყეთ და ამასობაში აი ამასაც გავითვალისწინებთ კიდე, ხო? ბევრს გაიკვირდებათ. რადიატორის დაერთვების ზემოთაც მუშაობს. გაუკვირდა ახლა ბევრს ეს ზღაპარი იქნება რანაირად კაცო ახლა ზემოდან ქვემოთ რანაირად დაიშვა თუ გინდა ზემოდან შემოვიდა, ზემოდან შემოვიდა და ზემოდან გავიდა. ზუსტად ესაა, ხო? არსებულ პრინციპს და არსებულ მმართველობას ზუსტად ჭირდება ხარჯი. მაგრამ კიდევ ჯერ ვიზახე, ხო, უბრუნდები ისე რეალობას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალობასთან გვაქვს საქმე. ამასობაში თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ დავასრულო ზემოთა დაერთებაც მუშაობს.
და ასეთ დაერთებითაც რადიატორი დამონტაჟებულია ცოკოლში. სადაც მცდელობა იმ რადიატორის ადამიანს მორჩა, ახალი კი არ შევიძინეთ, მორჩა ის რადიატორი, არა ვიცი ძველი სისტემიდან არ მაკას მაჩუკა, აქვს ის უბრალოდ რადიატორი და ის უნდა გამოვიყენოთ და მისი გვაინტერესებს მინიმალური, ხო, მინიმალური რაღაც 5, 6, 7 თუნდაც 10 ვატი რომელსაც ვინაიდან ცოკოლში ვარ. ცოკოლი ეს ნიშნავს, რომ დანაკარგები ნულია. ხო, მიწის ქვეშ ვარ და მაგიტომას. აი რატომაც არა, ხო, ზემოთა დაერთება ვინაიდან იმ რადიატორი და ზუსტად იმ 15 ვატს, ხო? მოთხოვნილებას გააჩნია 25-30 ვატი მოთხოვნილებას გააჩნია კიდევ ჯერ მეორე ამასობაში იქიდან ავიღებთ მაგრამ სრულყოფილად რო იმუშავოთ წარმოიდგინეთ იგივენად რომ რაც დიაგონალზე იმუშავებს ის რადიატორი მაგრამ მას დაჭირდება და უკვე რაღაც 250-300 ლიტრა საათში რომ გაიაროს წყალმა განახორციელოს ეგრეთ წოდებული ამას ქვია უკვე ეჟექცია ქვია რომ სიჩქარე შესაბამისად რთული მმართველობა არა აქაც ეგრეთ წოდებული უკვე კავიტაცია პლუს ეგრეთ წოდებული უკვე მოძრავე და სიჩქარის ეს სამი მაჩვენებელი არის აუცილებელი იქნება ეგრეთ წოდებული ეჟექცია ქვია იმას სპეციფიურად რომ გადაადგილება როცა ხო ამასობაში პასიურად არ გადაადგილდება მაგრამ რომ გავატაროთ წარმოიდგინეთ 250-300 ლიტრა საათში არსებულ რადიატორში რომ მან იგივენად იმუშავოს როგორც დიაგონალმა ხო რეალური თუნდაც 100 ლიტრის ნაცვლად მას შედება სიჩქარე წარმოიდგინეთ 1.2 არა უკვე 2.5-3 მეტრა წამში ეს გაიშხულა ხო ჩვენ ენაზე უბრალოდ გაიშხულა და წარმოიქმნა ზუსტად აი ეს თვისება რასაც ქვია ეჟექციის ზღვარზე ეს შერევას ახორციელებს წარმოიდგინეთ ხო საინტერესოა ფიზიკა და პრაქტიკულ ხარისხს როცა ეს უკვე გამოვლილი გაქვს ადამიანს უკვე ჯერ ესეთი არც გეშინია და იცი რომ რეალობა და მე ეს ვიცი რომ რეალობა არის ვინაიდან ეს ასეა ამასობაში ხა ეს არეალური დაერთება არის მაგრამ ეს დაერთება კიდევ ერთჯერ ვიძახი აი ბოლოს დავიცვით ხა ზემოთა რადიატორის დაერთება ზემოთა ნუ დავარქოთ ამას არეალური შემდეგ ბირშოგონია დიაგონალი ეგრეთ წოდებული 100%-იანად იმუშავებს ვერ იმუშავებს კიდევ ერთჯერ ვიძახი უბრუნდები ისევ აი პატივცემულ გრაფიკს აი პატივცემულ აგრეგატს აი პატივცემულ დანადგარს ასაც ქვია საცირკულაციო დუმო თუ ხარჯი არ აქვს რადიატორს და ეს არსებული რადიატორი თუნდაც დიაგონალზე იქნება დაერთებული და იქნება ბოლო და მას ხარჯი არ ყოფნის ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახ ხო აი გრაფის უბრუნდებით ის ვერ მიიღებს გინა დიაგონალს დაერთე გინა რა ვიცი სასწაული დაერთება მეტი აღარ არსებობს ხო ის რადიატორი სრულყოფილად ვერ იმუშავებს წერტილი ვინაიდან მას ჭირდება ეს ფორმასაც დაუბრუნდებით ახლა დაერთება ზემოთა პირველია რომელიც ხო არეალური და სულ რეალური არის დავარქოთ ასე რეალური დაერთება კი ბატონო დიაგონალისკენ უნდა მივისწრაფიდეთ კი ასე ვიტყოდი მე იყოს პირობით 100%-იანი არავის არ დამტკიცებია ეს არ არსებობს ასეთი მიმართულება რომ დიაგონალს თუ კი დავაერთებ რადიატორი სრულყოფილად 100%-იან შედეგს მოგცემს არა პატივცემულებო ამას მე არ ვიტყოდი ასე არ არის ეს კიდევ ჯერ ვიზახი ხარჯი შესაბამისად ნებისმიერ რადიატორი და ნებისმიერი დაერთებით მივიღებთ 100%-იან შედეგს მოჩა და გათვალა შემდეგ მე დაერთება გვერდითა ამასობაში ხო მოგვიდებით შესვლა ეგრეთ წოდებული უკუსვა და ამასობაში კიდევ დაერთება არსებობს ქვემოთა აი ქვემოთა დაერთების დიდი პლუსი ასე დავარქმევდი მე ის არის რომ რადიატორი არ შედება ვინაიდან წარმოიდგინეთ ხო შინ ქვემოდან შევიდა ქვემოდან გამოვიდა გაიარა წყალმა აერი წარმოიქრევა და ის მსუბუქია წყალზე მიისრა ფის ზემოთ გააჩერდა რადიატორი უფასურად აერი წარმოიქრევა და რადიატორის ნახევარი გაჩერდა მაგრამ მთლიანად რადიატორი და ნაკადი ხარჯი არ გაუჩერდა მას ვინაიდან შემოვიდა წყალი და გავიდა აერი დარჩა ზემოთ რა თქმა უნდა გამოდენოთ აერი ეგრეთ წოდებული გვერდითა დაერთება ხო შესვლა ზემოთ გამოსვლა იგივე გვერდი ამას ქვია გვერდითა დაერთება ძალიან ბეჭო ახორციელება ვინაიდან უკვე აქ ყოველს უნდა გავითვალისწინოთ დამკვეთის მოთხოვნილება ხო მე მონტაჟერებს გეხებათ ვინაიდან და ეს არ ვტკიცოთ ის რომ თურმე დიაგონალზე თუ არ დავაერთე რადიატორი ეს იმას ნიშნავს რომ ენერგიება გაკლდათ თქვენ და გეშინიათ ვინაიდან ამას შევეტყვი რომ მაინც დიაგონალზე იმიტომ რადიატორი არ იმუშავებს ეს სასაცილო იქნება რადიატორი თუ კი უნდა დამკვეთს რომ დავაერთოს ერთი მხრიდან თუნდაც ზემოთა დავაერთოს თუნდაც ქვემოთა ხო ეგრეთ წოდებული მულტიპლექს მივახცეთ ეთქობა მაგდონელდის სამოსობაში ქვემოთა დაერთებაც არსებობს ნებისმიერი დაერთების შესაბამისად რადიატორი უნდა აიღოთ ფიქსირებული სიმძლავრე თუ კი მე მონტაჟე ხო და იცი რა საკეთებ ეს გასამართებელი საბუთი არ იქნება მე ხო გითხარით ამ ეთქობა მაგიტომ ვტოვოთ რომ დიაგონალზე თუ არ დავაერთიო აგერ ხო არ დავაერთიო შემიძლია დავაერთო ზემოთ ერთმხრივიანი სამხრივიანი ეგრეთ წოდებული დაერთება და მაგიტომაც რადიატორი არ არის ხელი ესეთების მინახია აგერ გუშინ დავდე ხო პოსტი ხო 5 წელია სისტემა მუშაობს 7-8 რადიატორი 32 კილოვატიანი კვები და არც ერთი რადიატორი სრულყოფილად არ ცხელდება ეგეთი სასწაული ნონსენსებიც არსებობს დაუბრუნდით ახლა ჩვენ რადიატორს აუცილებელი მიმართულება რასაც ქვია ეგრეთ წოდებული უკვე ნაპორი ჩვენ უკვე გავიარეთ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ხო რომ გავიგოთ ფაქტიური ამ არსებული რადიატორის 8 სექციის აი თქვენ გაქვთ როგორ გამოვითვალოთ დაკვეთებისა შეგიძლიათ ეს ერთადერთი რაც უნდა გქონდეთ ეგრეთ წოდებული თერმომეტრი
ხო, ზედაპირული თერმომეტრი, ხო, რომელზეც თქვენ აიღებთ უბრალოდ დაადებთ ეგრეთ წოდებულ მიწოდებას და უკუსვლაზე ტემპერატურის ნიშნულებს მოხსნით. მიწოდება და ეგრეთ წოდებულ უკუსვლაზე, რო ვიცოთ ფიქსირებული ტემპერატურა რა მიეწოდება, რა მოდის უკუსვლაზე. ხო, ეგრეთ წოდებულ ბალანსში და აბრატკაზე. ამასობაში ამემართულებაში ისე 50-ს მივუმატოთ 45 აი ფორმულის ზღვარზე გაყოფილი 2-ზე, მაგრამ გამოკლებული ეს 20 გრადუსი ჩვენთვის არაა საინტერესო, ვინაიდან ახლა 20 გრადუსი დაბალი ტემპერატურა არის. ჩვენ გჭირდება უმეტეს შემთხვევაში 23, 24, ხო, 25 და 26 და 27-ების მხარს მე კი ბატონო, ხო? მოყვარული, მაგრამ ახლა რეალობას გავხედავ და 23 ავიღოთ. ამასობაში ტემპერატურის ნაპორი 70 გრადუსის ნაცვლად გვაქვს 24.5 არის გრადუსი ტემპერატურის ნაპორი, წარმოიდგინეთ, ხო? აი წარმოიდგინეთ 24.5 რა დაგვრჩება ახლა ხო მათემატიკური გამოთვლებით 70 რო გონია და ამასობაში ვიცოდით დარწმუნებული ვიყავით იმაში 1280 ვატი მივიღეთ ვერ მოგართვით იმიტომ რომ ტემპერატურის ნაპორი 70-ის ნაცვლად გვაქვს 24.5 ვინაიდან რასაც ნაცვლად არაფერი არ იცოდა 50 გრადუსი და 55 გრადუსი ეგრეთ წოდებული უკუსვლა გაქვს ხო და რეალური ეგრეთ წოდებული ტემპერატურის ნაპორი 70-ის ნაცვლად გვაქვს 24.5 რადიატორის ხარჯი უბრალოდ მისი ენერგია ხო ენერგია ყველაზე გამოიხატება ფორმულაში ფიზიკურ ფორმულაში უდრის ეგრეთ წოდებული ხარჯი გამოვლებული დელტა-ტ ეს არის ეგრეთ წოდებული მეგაკალორია და გადაყავს სიმძლავრე რო გავიგოთ რეალურ კილოვატებში 1.63-ზე აქაც არაფერი არ იცვლება ვინაიდან ენერგია ხო რეალობაც არის დამოკიდებული არის კიდევ ერთი ვიზახე რას მივაწვით და რა გამოვა ეს არის ეგრეთ წოდებული სხვაობა ტემპერატურის დელტა-ტ ხო ეგრეთ წოდებული ეს არის ხარჯი რამდენი ლიტრი საათში უნდა გაიაროს არსებულ რადიატორში რომ მივიღოთ ზუსტად ის ფიქსირებული 1280 ვატი რო გვეგონა ჩვენ და ამასობაში რას მივიღეთ აგერ ნახავთ მე ბოლოში ხო ამასობაში ხა არსებული მართულას მოდი გავმართოთ ფორმულით რომ არსებული კონკრეტული რადიატორი კიდევ ერთი ვიზახეთ თქვენი კონკრეტული რადიატორი აი ჩემ შემთხვევაში დაფაზეთ ამასობაში ეს არის კონკრეტული რადიატორი სადაც ვიცით ჩვენ რომ კონკრეტულად მიეწოდება 50 გრადუსი ფოკუსმა არის 55 გრადუსი არსებობს ეგრეთ წოდებული ფორმულა ეს არის ეგრეთ წოდებული სიმძლავრე ფაქტიური რადიატორის ეს ნიშნავს იმას 1280 ეს არის ნომინალი რომელიც ჩვენ გვეგონა ამასობაში ეს რეალობა არის კი ბატონო მაგრამ კიდევ ერთი ვიზახე 100 გრადუსიანი მიწოდებით, მაგრამ ფორმულაში კი ბატონო ეს გჭირდება. შემდეგ ჭრილებში ხო ეგრეთ წოდებული გემრიცხვაში გვექნება 24.5 რეალური ეს არის ტემპერატურის ნაპორი, ამოითვალეთ ჩვენ უკვე ხო ამასობაში და გაყოფილი ეგრეთ წოდებული ნომინალზე, რაც გვეგონა და გონია ჩვენ ეს არის 70 გრადუსი და უბრალოდ პრინციპში უნდა ვიცოდეთ მათემატიკური გამოთვლები 1.3 აყვანელი ეს ზუსტად არსებული უკვე ეს ნიშნული აყვანელი 1.3 კოეფიციენტით. ადვილი გამოსათვლელია, ცოტა მათემატიკური ანგაჟირებით. ფაქტობრივად რომ გამოითვალოთ თქვენ და თქვენ თორემ შეგიძლიათ გამოითვალოთ, ეს გვექნება 326 ვატი საათში. წარმოიდგინეთ, რა ხელა სხვაობა არის, ხო, ჩვენ გვეგონა ამასობაში რომ მივიღებთ ამ რადიატორიდან 1280 ვატს და გამოთვლების ამის საფუძველზე ვაწარმოებთ. ამასობაში ვიღებთ 326 ვატს საათში. რა ხელა სხვაობაა, ხო? ეს არის პრაქტიკულად 4-ჯერ მეტი. 4-ჯერ მეტი ეს არსებული და 4-ჯერ ნაკლები. ამასობაში ვიყინებით, რატო? და რას ვაკეთებთ? მე 50-ის ნაცვლად მივდივართ ტრანსფერით, კი ბატონო, ვის გამოიცნო ზუსტად ავდივართ 60-ზე, 70-ზე. იმიტომ რომ გამოთვლების დონეზე ისაც გვეგონა რომ 100 ვატ კვადრატულ მეტრაზე აფრინა ზეცაში, ვინაიდან არსებული რადიატორის სიმძლავრე ჩვენ გვეგონა რომ მივიღებთ 1280 ვატს, და ამასობაში მივიღეთ 326 ვატი საათში კონკრეტული. ამასობაში წარმოიდგინეთ 326 ვატი რომ მოხდა არსებულმა რადიატორმა ფიქსირებული ხო ეს უკვე არის ფიქსირებული ხარჯი ვინაიდან ფიქსირებული ტემპერატურის ნაპორი არის ვინაიდან ფიქსირებული ტემპერატურა გაქვს მიწოდება და უკუსვლა ამასობაში რა ხარჯი ეს იგი რა წყლის რაოდენობამ გაიარა ამ შემთხვევაში რომ მივიღეს 326 ვატი საათში ეს ადვილი არის ხო არსებული ფორმულიდან ახლა პრინციპში ხარჯი რო გამოვითვალოთ არაფერი არ იცვლება ახაც ხო ეგრეთ წოდებული ენერგია უნდა გავყოთ ზუსტად აი მაჩვენებელზე ეს არის უკვე სხვაობა ტემპერატურების შორის და გადაყვანილი უკვე კილოვატებში მეგაკალორია გადაყვანილი მეგაკალორიები გადაყვანილი უკვე კილოვატებში ეს იქნება გამოთვლების ზღვარზე შეგიძლიათ ეს ფორმულა თქვენ თუნდაც გამოვითვალოთ 56 ლიტრი საათში ეხლა ბევრი ვიტყვის მე კაცო მე რა ავიღოთ 56 ლიტრის ნაცვლად გავატაროთ 250 300 არა პატიცემულობ ამ რეალობას და ამ ტემპერატურის ნაპორის ზღვარზე და ამ ტემპერატურის ნიშნულებით ჩვენ მეც ვერ გავატარებთ რადიატორებში ვინაიდან კიდევ ერთი ნორმატივა არსებობს ხო და ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე ფიქსირებული ხარჯი ვინაიდან ხმოვანობას მივიღებთ უკვე რადიატორებში არა მაქვს მე ახლა საუბარი აქვს თერმოსტატიკულ თავაკებზე თერმოსტატიკულ თავაკების დამონტაჟების შესაბამისად რადიატორებზე ისედაც გვაქვს ჩვენი ხმა ვინაიდან თერმოსტატიკური თავაკი მეც არაფერს არ წარმოადგენს ხო ის როცა ტემპერატურას გზნობს აწვება ეგრეთ წოდებულ შტოკს და თუ გადიოდა პირობითად 100 ლიტრი უკვე გადის იქ 30 უკვე გადის იქ 20 მე თქვენად კეთავს და ზუსტად ამ დაკვეთის პროცესში ეს ჩვენი შხუილი ეგრეთ წოდებული უკვე ხმოვანობა რადიატორის გვესმის
მაგრამ ამ შესაბამისობაში არის ნორმატივა, ხო, 2.5 მაქსიმუმი 1 მეტრა წამში. ხო, სიჩქარე უნდა იყოს წყლის გადაადგილების შემთხვევაში ზუსტად ეს შვილი, ხმოვანობა არ მივიღოთ. ამიტომ ფაქტიურია ეს 56 ლიტრა საათში გატარების შესაბამისად, რაც არსებულ რადიატორში გავატარეთ ჩვენ და გაივლის, ვიღებთ 326 ვატს, რომელიც ნომინალურად არის აცდენელი 4-ჯერ, ამასობაში მისი ტემპერატურა ნაპოვნი 24.5-70-ის ნაცვლად, ამასობაში ვიყინებით. შევით იმას, რომ მიდღეთა ტემპერატურას უწევთ. მაგიტომაც ჩემოპატიცემულობო, ეს პანაცეა ამ შემთხვევაში უნდა ყოველთვის უნდა იყოს დაბალ ტემპერატურიანი სისტემა თუ გიჭირდება ჩვენ 1 მეტრა კვადრატულიდან, ხო? ამასობაში უნდა გამოთვლებში გქონდეს 200 ვატი. აი ეს არის დადებითი სითბო, ეს არის ზუსტად ჩვენი სიამოვნება, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ზუსტად 50-ის ნაცვლად უკვე ხო, წინსრებით კი ბატონო, ადგილი, ეხლა ბევრი დაებადება კითხვა და მე ადგილიო, კი ბატონო, სანატორი რადიატორი თუ არ ხო, თავსდება არსებულ ფარში, მაშინ დამკვეთ წინასარკმლში ისიც უნდა უთხრათ, რომ თქვენ თუ გინათ ახლა ვიზუალური მხარით წარმოდგენა თქვენი ფარტის, ეს ერთი ფაქტორია, მაგრამ თუ კი ჩვენ გვინათ დიზაინერებთან კამათი არც საჭირო, გაცემ დიზაინერებსაც უნდა აუხსნათ და ჩამოყალიბებულად ის დასტურით, ხო, დასაბუთებული, ხო, დასაბუთება ამას ქვია. ზუსტად რომ ჩვენ არსებული აგრეგატიდან რასაც ქვია რადიატორი გვაინტერესებს ფაქტიური სიმძლავრე, კი ბატონო, სილამაზეს, მაგრამ სიმძლავრე აუცილებელია. თუ კი არ ყოფნით ჩვენ კლასიკურში ვერ ვეტევით, იმიტომ რომ ავიღოთ 1280 ვატი მისგან, ამასობაში შეგვიძლია ავიღოთ, მაგრამ ამასობაში უნდა ავიღოთ და გამოთვლებში გქონდეს 1 კვადრატულ მეტრაზე 200 ვატი და ამასობაში კიდე ეს 8 სექციას, კიდე 8 სექცია დაემატება, ეს კლასიკურში. იმის ადგილი რა თქმა უნდა არ იქნება და ამასობაში არსებობს იმ სიცოცხლეში მეორე ადგილი. შეგვიძლია გავყოთ 2-რად. ვინაიდან ეს უნდა ვამუშაოთ ჩვენ 50 გრადუსზე და არა 70 გრადუსზე. ამიტომ ერთს ყოფთ უბრალოდ 2-ზე. ძალიან ადვილია ან კარებთან, ან ფანჯარასთან, როგორც კლასიკურად ადგილი მისი არის. რადიატორის ფანჯარასთან, ვიტრაჟთან ახლოს. ეს აუცილებელი პანაცეა არა, რაც შეგიძლია რადიატორით ისე ვამუშაოთ, რომ ბერსში შენია, მე ცვარი იქნება ხოლმე. ცვარი ამის გამო წარმოიქმნება. ხო? ამისას ბევრი შენ ცვარი ფარტი გელაპარაკებათ, იმას რომ გადამეტებული ტენიანობა გაქვთ. ვენტილაცია არის საჭირო. ფარტში და მაგიტომაც. ამიტომ კიდე ერთი ვიზახი, ხო, 1 მეტრ კვადრატული 200 ვატი თუ გიქნება ჩვენ გათვლილი. ან სიმაღლეში წავალთ რადიატორზე, ან თუნდაც იატაკის გათხოვასაც ჩავახვით და ამასობაში უკვე ეს ნომინალური სიმძლავრე უკვე გამოერთმევა რადიატორს, ვინაიდან იქიდან ავიღებთ უკვე, ხო? იქაც არაფერი არ იცნობა 1 კვადრატული მეტრიდან სხვაობას გააჩნია, მაგრამ სანატორში არის 11 ვატი 1 კვადრატული მეტრიდან, ამასობაში შევუთავსებთ და გამოვაკრებთ ამ არსებულ უკვე 2 მაგ სიმძლავრეს, დარჩება 1 მაგის სიმძლავრე. გათანაბრდება, მაგრამ მივიღებთ იმ ფაქტიურ სითბოს ამ დაბალ ტემპერატურაზე და აღარ ვიქნება ხარჯი. ვინაიდან 70-60 გრადუსზე მომუშავე სისტემა, რა თქმა უნდა, არის ასეთი სისტემების და ეს არის აუცილებელი კონვექციური ქვაბის შესაბამისად განსაკუთრებულად აუცილებელი არის კი ბატონო, ვინაიდან სიმძლავრე უნდა გამოვართვათ მას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხო მიზანშეწონილი არის ყოველთვის დაბალ ტემპერატურებზე ვამუშავოთ. დაბალი ტემპერატურა არ გავიწყდება კიდე ჯერ ვიზახი 50-55 საკონვექციო ქვაბის ის დაბალი ტემპერატურა, მინიმალური ტემპერატურა თბილისის კლიმატის შესაბამისად ეს იქნება 40 გრადუსი და არა ქვემოთ და აჭარის სალს მხოლოდ აჭარის გადამეტებული ტენიანობა გვაქვს. იქ 45 ეს არის მინიმალური ზღვარი. ვინაიდან წავბილწად გავაბეჭდეთ ქვაბს, მის კონსოლი გვექნება გამოსაცვლელი, ხო? ამას ქვია ტერმინოლოგია, საკონდენსაციო, რა ქვია, კონვექციური ქვაბი, ქვაბის მუშაობა საკონდენსაციო რეჟიმზე და რაღაცა აქვს მაშინ ამას. არავით არ. შემოიფარგლეთ, ხო, რაღაცა ძალიან ბევრი ფაქტორები, ქვეფაქტორები, თქვენ თორაც კარგად ხვდებით იმას, რომ ფაქტორები კიდე დამოკიდებული არის ქვეფაქტორებზე, რა ვიცი, ამ ქვეფაქტორებს. მაგიტომაც რომ აული ხოლმე გვერდს და მინდა ხოლმე რომ შემოვიფარგლო საერთო ჯამში. ვინაიდან ერთი სიტყვით და ორი სიტყვით ვერაფერს ვერ ახსნი. და კიდე ერთი ვიზახი იმ კატეგორიას გეხებათ, ეს არაფერი არ გვესმის, ეს განსაკუთრებულად მემონტაჟებს აქვს ეს ტერმინოლოგია და ტერმინოლოგიებს უნდა მიეჩვიოთ და ტერმინოლოგიებს რომ მიეჩვიოთ, აი, ზალსავით უნდა აიღოთ და ლიტერატურა ისწავლოთ. შეისწავლოთ, ლიტერატურა ვისწავლე მე, ხო, დავამთავრე ეს მიმართულება მაქვს უკვე დამთავრებული, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. და თუ არ გავიმეორებ, მე დაფაზე როგორც მასწავლებელი, ხო, მათემატიკას და არა მხოლოდ მათემატიკას სკოლებში მიმეორებს, ისე ვარ ჩვენც. უნდა ვაჩვიოთ, ხო, მივაჩვიოთ, რომ twin იყოს ყოველთვის ტონუში, ხო? ტონუში უნდა ვიყოთ და მაგიტომაც. მოვასწრებთ უკვე პენსიაზე ჩიბუხის გაბოლოებას და რა ქვია, კაჩაკას რო უძახიან ბუხრისი, კატაობას და ღვინის მას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი რეალობა ეს არის, მიმართულება იგივე არის, კიდევ ერთი ვიზახი, შერჩევა ქვაბის, მორგება რადიატორების, დანაკარგი ფარტის, ამას გავაერთიანებდი ასე, არ არსებობს სასაული, მოკლე ასეთი რეზუმირებას ჩავატარებდი, არ არსებობს არავითარი სასაული ქვაბი, მნიშვნელობა არ აქვს, საკონდენსაციო იქნება თუ საკონექციო, დიდი არაფერი სხვაობა არ აქვს მას, ამასობაში საკონდენსაციო ქვაბი შესაბამისად უნდა იყოს მორგებული ფარტზე, ისე როგორც კონვექციური ნებისმიერი აგრეგატი ქვაბი უნდა მოვარგოთ ფარტს და არა პირიქით, რომ ვიღაცა დაგვარწმუნოს, რომ საკონდენსაციო ქვაბი მოვიდეს 3-ჯერ ნაკლებ ხარჯს.
ან პირიქით. ეს არის მითი. ამასობაში რადიატორების მორგება უნდა ვიცოდეთ, ხო? მისი აი გამოთვლები არ უნდა გვიჭირდეს ჩვენ და ამასობაში გვექნება ზუსტად ეს დადებითი აღბეჭდილი მშვენიერი სითბო, რომელიც მოგცემთ ზუსტად რეალურ იმ რასაც ქვია კი ბატონო რეალობას, რეალობაში ეს არის კომფორტი, დადებით სითბოს და ნაკლები ხარჯი გექნებათ. როგორც ყოველთვის, კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე. მოგეზარებათ ხოლმე, ხო? სხვადასხვა რაღაცა წახალისების დონეზე დამატება იქნებოდა, ხო? ხო, 3000 გამომწერიდან, ნუ 3000 ლაიქი რო იყოს, კარგი იქნებოდა და შემოდით ხოლმე, ვისაც გაინტერესებთ, ხო? მსჯელობაში, ხო? ამასობაში ლოგიკური მსჯელობა, მხოლოდ ლოგიკური მსჯელობა, ლოგიკური პასუხი მოყვება იმას, მაგრამ დასვით შეკითხვები. კითხვების დონეზეც, ხო, ხა კამარი მის რაღაცა ხალისი, წამახალისეთ რო იტყვიან ამასობაში, კი ბატონო, რეკლამა არა ეს, რომ წახალისების დონეზე რო გვერდით თუ იქნება საინტერესო YouTube-ი ასე მოწყობილ. თუ არის საინტერესო, იმას ბევრი გამომწერი კი არ ეყოლება, ბევრი უკვე თუ არის გვერდი საინტერესო, ესე კი აინტერესებს ხალხს. ამასობაში გაჩვენებულ პოსტებს არავითარი ხალისი არ აქვს ჩემთვისაც. აი უკვე ამ დადებით ნოთაზე კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე არ გავიწყდება.